საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. დღეს დილიდან ოჯახის წევრები, მშობლები და ახლობლები პატიმრების გათავისუფლებას ციხეებთან გულშემატკივრობენ. ტელევიზორებთან კი მათ გამოშვებას ელოდებიან მათი გულშემატკივრები. საინფორმაციო ფონი, რომელიც მანამდე შეწყალებასთან დაკავშირებით შეიქმნა, პატიმრების გათავისუფლების ყველაზე დიდ ალბათობას სწორედ ნათლისღების დღესასწაულზე ქმნიდა, რადგან არსებობს ასეთი უწყვეტი ფაქტობრივად ტრადიცია, როცა რელიგიურ დღესასწაულებზე, განსაკუთრებით ნათლისღებას, პრეზიდენტის შეწყალების აქტით პატიმრების გარკვეულ ნაწილს სასჯელისგან ათავისუფლებს. საკამათო იყო შეეხებოდა თუ არა ეს შეწყალება პოლიტიკური აქციების დროს დაკავებულ პირებს, რადგან მათ არც დანაშაული უღიარებიათ და შესაბამისად არც სინანულით მიუმართავთ მიხეილ ყაველაშვილისთვის. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები შეწყალებისა და მიტევების პოლიტიკაზე უფრო პოზიტიურ მოლოდინებს ქმნიდა. პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების შერიგების მოწოდებები გაისმა დღეს დილით ამბიონიდანაც. გვეყო ერთმანეთი, ასე ვთქვათ, აღარ დავჭამოთ, მოვითხოვოთ, რომ შერიგებისკენ წავიდეთ და თუ ვინმე არ წავა, ვნახავთ ვის უნდა მშვიდობა და ვის არა. ეს სიტყვები დღეს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ნათლისღების დღესასწაულზე ქადაგებისას წარმოთქვა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა მოლოდინი, რომ მასშტაბური ამნისტია შესაძლოა მართლაც იყოს ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურისა და ასე ვთქვათ, პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების, პოლიტიკური ტემპერატურის დაწევის და პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეებს შორის თუნდაც დიალოგის დაწყების მცდელობა. სხვა შორის პატიმრების ოჯახის წევრები ამ წუთამდე არ ტოვებენ საპატიმროს მიმდებარე ტერიტორიას. არსებობს მოლოდინი დღეს 19 იანვრის ღამის 12 საათამდე, რომ შესაძლებელია ჯერ კიდევ გამოიცეს შეწყალების აქტი, იმიტომ რომ შესაბამისად არსებობდა ასეთი ინფორმაცია და ამ ინფორმაციის შესახებ არაერთხელ მოგვისმენია საჯარო განცხადებებში, თანაც თითქმის არ არსებობს არც ერთი წელი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს მის ხელთ არსებული ამ დისკრეციული უფლებით ნათლისღების დღესასწაულზე არ ესარგებლა. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე არის ხაზზე. მოგესალმებით, ბატონო ზურაბ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ საუბარი არა იმ მოლოდინებით, რომელიც დღევანდელ დღესთან დაკავშირებით არსებობდა, არამედ იმით თუ რა გვაქვს უკვე ამ ეტაპისთვის 900 უკლია 25 წუთი და ჯერ კიდევ გაურკვეველია იქნება თუ არა შეწყალების აქტი. თქვენ რით ახსნით ასეთ გაჭიანურებას აი ამ დოკუმენტის გასაჯაროებასთან, უფრო სწორედ კი იმ მსჯავრდებულთა სახელების და გვარების გასაჯაროებასთან, ვისაც შეიძლება შეეხოს? ზურაბ ცეცხლაძეს არ ესმოდა, მე როგორც მივხვდი ჩვენი ხმა. ბატონო ზურაბ, ახლა თუ გესმით, კი ბატონო. ბატონო ზურაბ, აი ახლა 900 უკლია 23 წუთი ყოველ შემთხვევაში ჩემი კომპიუტერის ეკრანი ამ დროს აჩვენებს და ჯერ კიდევ არ ვიცით ვის შეიწყალებენ და საერთოდ დღის ბოლომდე გამოიცემა თუ არა შეწყალების აქტი. არ ვიცი, იქნებ თქვენ რაიმე სხვა ინფორმაცია გაქვთ კიდევ, იმიტომ რომ როგორც ვიცი, მათ შორის გლდანის ციხესთან პატიმრების ოჯახის წევრების ახლობლების ნაწილი ჯერ ისევ რჩება. დიახ, მოგახსენებთ, რაიმე სხვა ინფორმაცია ნამდვილად არ აგვაქვს ჩვენ გარდა იმისა, რაც გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებში. პატიმრების დედების გარკვეული ნაწილი ისევ გლდანის ციხესთან, რა თქმა უნდა, ელოდებიან და რჩებიან. დაახლოებით ჩვენ ვარაუდობთ, რომ მინიმუმ მაქსიმუმ 12 საათამდე ნათლისღება 12 საათამდეა და 12 საათამდე უნდა გამოიცეს, თუ რამის გამოცემა შესაძლებელია და უფრო სწორად უნდა გამოქვეყნდეს, აქამდე უნდა იყოს გამოცემული და ეხლა უნდა გამოქვეყნდეს.
რეალურად ვფიქრობთ, რომ რაიმე მოლოდინი ისედაც არა გვაქვს, უბრალოდ რეჟიმის მხრიდან ძალიან ესეთი ვერაგული და ბოროტი გადაწყვეტილება იყო დღეს მთელი დღის განმავლობაში, კონკრეტულად მარტო სინდისის პატიმრებზე კი არ არის, ზოგადად პატიმრების ოჯახები, რომ ანერვიულეს. როგორ გითხრათ და მთელი წლის განმავლობაში შეიძლება ამდენი არ ენერვიულად ამ ოჯახების წევრებს ახლა რომ მოუწიათ ერთი დღის განმავლობაში. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სადღაც 11-დან 12-მდე იქნება ალბათ, თუ რაიმე გამოცემულია 11-დან 12-მდე, 12 საათამდე უნდა გამოაქვეყნოს. ბატონო ზურაბ, აი ვის შეიძლება შეეხოს და ვის არა. სხვათა შორის, აი შესაძლებელია ერთ-ერთ თუ ჩამოვაშორებთ ესეთ რაღაცა ბოროტულ განზრახვას, რომ განგებ მთელი დღის განმავლობაში, აი მოლოდინის რეჟიმში ამყოფონ და ანერვიულონ პატიმრების ოჯახის წევრები. შესაძლებელია თუ არა ეს უკავშირდებოდეს, არ ვიცი, მსჯელობას, კამათს, უნდა მოხვდნენ თუ არა აი ამ შეწყალების აქტში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები. აი ამ ვერსიას თუ გამორიცხავთ თქვენ? ეგ ვერსია ნაკლებად დამაჯერებელი მგონია, იმიტომ რომ განცხადების გაკეთების მერე საკმაოდ დიდი დროა გასული რეჟიმის პრეზიდენტმა რო გააკეთა, რომ ნათლისღებაზე იქნება შეწყალებაო, საკმაოდ ბევრი დროა გასული. ეხლა თუ აქამდე ვერ გაუბედეს ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს ამბავი მიეტანათ და ეხლა ათანხმებენ, ეგეც ნაკლებად სავარაუდო მგონია. ზოგადად ვფიქრობ, რომ ეხლა არ მიმდინარეობს კამათი. ჩემი მოსაზრებით უბრალოდ ბოროტი განზრახვაა, ვერაგები ბოროტები არიან და ცდილობენ მაქსიმალურად აი ბოლომდე ანერვიულონ ადამიანები. არ ვიცი მე ეს რამდენად რატომ სიამოვნებთ და რატომ არის ეს მათთვის ასეთი მისაღები, არ ვიცი, მაგრამ რეალურად მე ვფიქრობ, რომ სინდისის პატიმრების ოჯახის პატიმრებს უпростоრად ეს არ შეეხება, იმიტომ რომ ამის წინაპირობები დღეს ნამდვილად არ არსებობს, არც პოლიტიკური წინაპირობები და არც ის პირობები, რასაც თვითონ უყენებდნენ პატიმრებს, ანუ მონანიება, ბრალიც აღიარება არ მომხდარა, შესაბამისად არ ველოდებით, რომ ისე შეიწყალონ ეს ადამიანები, რომ რაიმე უფრო დიდი ხეირი მათ არ ნახონ. შესაბამისად ვფიქრობ, რომ რაიმე კამათი და რაიმე ეს იქ არ მიმდინარეობს, უბრალოდ აი ესეთი ბოროტი განზრახვაა, დღის ბოლომდე ანერვიულებენ ადამიანებს. დღეს როგორც ვიცი, გლდანის ციხესთან თქვენი მეუღლეც იმყოფებოდა, არ ვიცი ხალ ბოლო, ასე ვთქვათ, ცნობების შესახებ, შესაძლებელია ახლაც იქ არის. ზვიადი ხომ არ დაკავშირებიათ, რაიმე ხომ არ უთქვამს? ზვიადის დედა ამჟამადაც გლდანის ციხესთან იმყოფება, იქ არიან დედები, უფრო უმეტესად დედები არიან სინდისის პატიმრების. ზვიადი ჩვენ არ დაკავშირებია, თუმცა რამოდენიმე დღის წინ მქონდა მასთან შეხვედრა, ვიმსჯელეთ და როგორც მე, ისე მასაც არანაირი მოლოდინი არ აქვს, შესაბამისად არც იმედი არ აქვს, შესაბამისად არც არანაირი იმედი არ გაუცრუდება დარწმუნებული ვარ. ასე რომ იმას, რასაც ეხლა ჩვენ ვახმოვანებთ პატიმრების ოჯახები და კონკრეტულად მე ზვიადის სახელით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც აქვთ ასევე პატიმრებს ციხეში, სხვა ახალი არაფერი არ შეიძლება იყოს. კი ბატონო, ჩვენ ზვიადის განცხადებაც ვნახეთ, აი ამ შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით, სწორედ რამდენიმე დღის წინ გააკეთა, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ, მაგრამ ვიცით, ეს არის ახლა ზოგადად საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, ვინც არ უნდა იყოს, რა სახელის და გვარის ადამიანიც არ უნდა იყოს აი ამ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე. თუ კი მაინც მოხდება ისე და მე მაინც მინდა, იმედი ბოლოს კვდება და მე მაინც მინდა ვირწმუნო, რომ გაიღება ციხისკარი იმ ადამიანებისთვის, ვინც არ უნდა იჯდეს ციხეში და თუ ასეთი რამ მოხდება, თქვენ ფიქრობთ, რომ რა პროცესების დასაწყისი შეიძლება გახდეს ეს? ეს შეიძლება გახდეს დასაწყისი იმ პროცესებისა, რასაც ეკლესია ახმოვანებს. ვინაიდან ეკლესია გადაწყვიტა, რომ რაღაც ფორმით უფრო ღრმად ჩაერთოს ამ პროცესებში, თუმცა დღეს ვოლკიმ ძალიან ცუდი განცხადება გააკეთა, რომ პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენო, მე მაინც ვფიქრობ, რომ როცა ასეთი ორპოლუსიანი საქართველოა, აუცილებლად სასულიერო პირებმა უნდა მიიღონ პოლიტიკა ჩაერია აბსოლუტურად ყველა სფეროში, მე უბრალოდ მიკვირს ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსის, როდესაც ამბობს, რომ ეკლესია არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაში, იმიტომ რომ პოლიტიკა თავად ჩაერია
აბსოლუტურად ყველა სფეროში, სპორტში, კულტურაში და ასე შემდეგ. გეთანხმებით, აქ საუბარი რაზეა იცი ახლა დიდი ხნის გამოცდილ პოლიტიკოსობაზე არ არის აქ საუბარი. მათ აქვთ ერთი მესიჯ ბოქსი. რეჟიმს აქვს ერთი მესიჯ ბოქსი და ყველა ახმოვანებს ერთი და იგივეს. ანუ ერთი პიროვნება ამბობს, რომ ყველა მასე უნდა ვთქვათ, გამოცდილი პოლიტიკოსია, დიდი პოლიტიკოსია, მოაზროვნეა, გენიოსია, მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ერთი და იგივეს ლაპარაკობს. ვოლსკი დღეს ათქმევინეს რეალურად, რომ სამღვდელოება ძალიან ღრმად აპირებს შესვლას და გააფრთხილეს, რომ მოკლედ რაც გააკეთეთ და განაცხადეთ, იმის იქეთ აღარ წახვიდეთო რა. მე ასე მივიღე ეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ეკლესია თავის გადაწყვეტილებას პრინციპულად მიუდგება და მე სწორად მიმაჩნია ეს მისი პოზიცია, აუცილებლად რაღაც ფორმით ეს შედეგს გამოიღებს, იმიტომ რომ აქ მარტო რეჟიმი და პროტესტი მონაწილე ადამიანები ხო არ არიან, არიან ადამიანები, რომლებიც რეჟიმს მხარს უჭერენ და ეს რეჟიმის მხარდამჭერები არიან ასევე მრევლი ეკლესიის, ხომ შესაბამისად მათზე ზემოქმედება დარწმუნებული ვარ რაღაც შედეგებს გამოიღებს და შეიძლება პროცესები კონკრეტულად სინდისის პატიმრების მიმართ მკვდარი წერტილიდან დაიძრას. ანუ თქვენ ბატონო ზურაბ 4 დეკემბერს დააკავეს ხო ზვიადი? დიახ. წელიწადზე მეტი არის უკვე. მე 14 თვეა, 4 თებერვალს გახდება 14 თვე. წელიწადი და 2 თვე. ხო, თქვენც იყავით რამდენიმე დღე ადმინისტრაციულ პატიმრობაში, როცა მან და რის გამოც მან შიმშილობა დაიწყო. ძალიან მძიმე ასე ვთქვათ, ტვირთი არის ოჯახისთვის, როდესაც შვილი ყავს საპატიმრო დაწესებულებაში და რის გამო თანაც მიზეზსაც ხომ გააჩნია. ამ ვითარებაში თქვენ როგორც პატიმრის მამას მაინც მიგაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ არსებობს რაღაცნაირი შეთანხმების, შერიგების, დიალოგის, მოლაპარაკების სივრცე? რა თქმა უნდა, ეს სივრცე არსებობს, ეს სივრცე ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ რეჟიმი აბსოლუტურად გაბუტულია ყველასგან. არც ერთ ტელევიზიაში არ მიდის, არავისთან დებატებში არ შედის, არავის არ ხვდება, არავის არ ელაპარაკება. ანუ აბსოლუტურად გათიშულია საზოგადოებისგან და მე და ჩემი მხარდამჭერები მეტ საქართველოს ვერ ხედავს. და თუ ეკლესია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ამის რესურსი არსებობს და არსებობს ეს აუცილებლად საპატრიარქოში და თუ ამ რესურსს გამოვიყენებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ფორმით პროცესები მკვდარი წერტილიდან აუცილებლად დაიძვრება. არ შეიძლება შერიგების გარეშე რაიმე სასიკეთო მოვლენები მოხდეს ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ დღეს ჯერ კიდე გადაწყვეტილება არ მიუღიათ და თუ სინდისის პატიმრებს გამოუშვებენ, ეს იქნება ერთი ძალიან კარგი, კეთილი ნაბიჯი გადადგმული იმისაკენ, რომ ერი წაიყვანონ შერიგებისაკენ და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ეს რესურსი არსებობს და უნდა გამოვიყენო. ბატონო ზურაბ, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. რამდენიმე საათი რჩება, ასე ვთქვათ, ნათლისღების დღესასწაულის დასრულებამდე. იმედი ვიქონიოთ, რომ დღის ბოლომდე პოზიტიური ამბები გვექნება, იმიტომ რომ რამდენიმე წელია უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ბევრი ცუდის მომსწრე და უსამართლობის მომსწრე ხვდებით. ზურაბ ცეცხლაძეს, მჯარდებულ ზვიად ცეცხლაძის მამას უსმენდით. მადლობა. თქვენ თენგო კირთაძე, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, რევაზ აფხაზავა, მოძრაობა თავისუფლების მოედნის ეროვნული საბჭოს წევრი. მოგესალმებით ბატონო, მადლობა მონაწილეობისთვის. მოდი დავიწყოთ, თქვენ რა ვერსია გაქვთ, იმიტომ რომ სხვა აღარაფერი დაგვრჩენია 900 უკლია 15 წუთი და ჯერ კიდევ არ ვიცით, იქნება თუ არა შეწყალების აქტი და თუ იქნება ვის შეიწყალებენ. აი ეს ჯარდებულის მამას აქვს მოლოდინი, რომ იქნება დღის ბოლომდე სადღაც 11-დან 12 საათამდე. რატომ გაჭიანურდა ასე გადაწყვეტილების მიღება ან მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროება? თენგო თქვენგან დავიწყოთ. დაპირებდა რომ არა, იცით რა, ლოგიკურად. მოდი კონკრეტული განცხადებებით ვიმსჯელოთ. ჩვენ გვახსოვს, როდესაც ჟურნალისტებმა ფაქტობრივად ეს გაქცეულ მიხელ ყაველაშვილს კითხეს და მან დაასახელა 19 იანვარი. გავიხსენოთ გია ვოლსკის განცხადებები პარლამენტში გაკეთებული, რომელმაც თქვა, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მიტევების და შერიგების პოლიტიკა, ესეც გვახსოვს. შემდეგ უკვე ანუ გაკეთდეს შობილების იმედი, გვაქვს მე ცოტა
მე მესმის ოჯახების, მესმის პოლიტპატიმრების მშობლების. ჩემთვის ორიენტირი ამ შემთხვევაში, ამ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რაც განცხადების მოვისმინე, ანუ ძალიან ღირსეული პოზიცია ყველა პოლიტპატიმარს, მთელი ამ პატიმრობის და ტუსაღობის პერიოდის განმავლობაში უკან არაფერზე არ დაუხევიათ, ძალიან პრინციპულად, ძალიან საამაყოდ, ზუსტად აქვთ გააზრებული რისთვის ზიან ციხეში, რატომ არიან ტყვეები, როგორ უნდა გააგრძელონ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა და მე ვცემ პირველ რიგში ამას პატივს. მესმის ყველანაირი ემოცია, ყველანაირი სენტიმენტი და დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ოჯახში მშობლებს რომ მოლოდინები ჰქონდათ, ეს სრულიად ნორმალურია, მაგრამ რაც მედიაში და პოლიტიკურ სპექტრში იყო მთელი დღის განმავლობაში ამის შეფასება კიდევ ერთი იმისა, რომ ოჯახის წევრები ახლობლებით დილიდან დგანან საპატიმროებთან. ცოტა ზედმეტი მგონია. თან ახლა იმ კონტექსტში იმაზე ლაპარაკი, რომ ანუ შერიგების მიმართულებით ისაუბრა გია ვოლსკიმო და ანუ გაკეთილშობით და გია ვოლსკიმო და ქართული ოცნება რუსული რეჟიმი არ არის. პოლიტიკური მე რთულია ამ თემას რაღაცა პოლიტიკური კონტექსტი ჩამოაშორო, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვოლსკიმ არ ისაუბრა, მეუფე იაკობმა ისაუბრა ამბიონიდან, რომელიც ვიცით რომ გამოირჩევა ხოლმე ასე ვთქვათ, არაპოზიტიური დამოკიდებულებით, ხო, დამოკიდებულებით ოპოზიციის მიმართ. ის გამოვიდა სწორედ ასე ვთქვათ, შერიგების მოწოდებით, მაგრამ მოგვიანებით მანამდე ბატონებს მინდა აუცილებლად ვკითხო, ანუ ჩვენ რაღაცა ვმიჯნავთ ერთმანეთსგან მესმის სწორიც არის, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და სხვა პატიმრები, ზოგადად შეწყალების აქტი არ გამოცემულა, ხალხო, ამაზეა საუბარი. კაცმა არ იცის, ეს მოხდებიან. შობას გამოიცა? არა, შობას გამოიცა. რატო არის? ნათლისღება უფრო მნიშვნელოვანი ქრისტიანულ დღესასწაულია ვიდრე შობა? არის ხოლმე ტრადიცია. ახალწელსაც არის, შობას არ არის. ანუ საერთოდ რახან ახალწელს არ იყო, რახან შობას არ იყო, ანუ მედიის მიერ შექმნილი დღეა დიდწილად. ანუ კაცი გარბოდა მართლა, კიდე იფიქრა ალბათ გაეროს ტრიბუნაზე რომ მოვიდა. გაეროს ტრიბუნაზე რომ მოვიდა, 100-ს დაძახება უნდოდა ალბათ და რამე ნათლისღება დაელაპარაკა და შემდეგ მიდიოდა გუნდის შიგნით გახილვა. რაღაცას გადაგწეული ყაველაშვილის ასე ვთქვათ განცხადებაზე. გასაგებია თქვენი კითხვა. შეწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათოს. შეწყალება არის წყალობის, მაგრამ შესაწყალებასაც გააჩნია ამბობს. შეწყალება არის რაღაცა წყალობა, რომ დამნაშავე ადამიანს, რომელმაც მოინანია თავისი ცოდვები, რომელიც ჩაიდინა და რის გამოც ის ციხეში, იმ ადამიანს შეიწყალა. მე, აი, წევად იმაც ამბობდა, ნამდვილად ნებისმიერ მექანიზმის მომხრე ვიქნები, რომ ეს ადამიანები თავიდან ჩვილებს, ოჯახებს დაუბრუნდნენ. იმიტომ რომ ესენი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები არიან და თქვენ შეიძლება იქ ყოფილიყავით, ეს არ არის რაღაცა იქ გამორჩევით ეხა რომ მაგალითად ოკმელა და ანდრო ან ზვიადი ან ხო აი ქალთა ციხესთან მისი ახლობლიდან და ელოდებიან ანუ მოლოდინი არსებობს ზია შემთხვევაში კიდე რაღაც კონკრეტული აქტი იყო კიდე რა რომ მოლოდინის სამწუხაროდ გაწყვეტილებს შექმნა მედია უკაცრავად არა მედია ქართული ოცნების ლიდერები იყო ეს თემა არა კარგით ახლა რაზე ვკამათობ ხო არა ვკამათობ იმაზე რომ მედია ეს საიდან მოიტანა ანუ რაღაცას ეფუძნებოდა მოდი მარტივ რაღაცაზე ვილაპარაკოთ არა აქ არის ეფუძნებოდა სწორედ ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებას დიახ თეგოს განსხვავებული კი მესმის მაგრამ რაზე ვილაპარაკოთ ახლა ეს ადამიანები თუ სახში იქნებიან ყველას გაგვეხარდება და სახში რო არ არიან ძალიან წყლის და სახში იმიტომ არ არიან რომ რაღაცა განსაკუთრებულად აი კონკრეტული ვინმეს დანაშაული კი არ აი ეგეთივე წარმატებით შეიძლება მეც ვიზარიყავი იქა იმიტომ რომ ძალიან შემთხვევითობის პრინციპით ეხლა გასაგებია მზია ამაღლობელთან დაკავშირებით აბსოლუტურად უსამართლოდ ასევე მაგრამ ნუ მზიამ რაღაცა ეხლა თავის პროტესტის აქტი იყო იქ თუ როგორც იყო გასაგებია მაგრამ აი ქუჩიდან მოტაცებული ხალხი ვინც არის აი ზუსტად ეგეთივე წარმატებით შეიძლება ჩვენც მოვეტაცეთ ქუჩებიდან ხო ანუ აი შემთხვევითობის ამბავია რომ ის წაიყვანეს და მე არ წამიყვანეს ან ვიღაცა პეტრე არ წაიყვანეს ან პავლე არ წაიყვანეს ხო ეს ადამიანები არიან სრულიად უდანაშაულოები მათლა წყალობა არაფრის არ ჭირდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ეს მექანიზმი იქნება გამოყენებული ესენი სახში იქნებიან ეს მე ძალიან გამიხარდება ისევე როგორც ყველას მაგრამ ამას ხაზი არსებობს მთელი აი ამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ხო და აქ არ არის მაღაზე ლაპარაკი, აქ არის წყალობა. ეს არის გათავისუფლება. არა ცხადია, ეს არის წყალობა.
რომელსაც აი ესე კეთილი ნება შეხარ დამნაშავე და ეხა მე შენ კი ხარ დამნაშავე კი ცუდად მოიქეცი მაგრამ აი ეხა მე ყაველაშვილი რო ვარ ორი წიგნი რო არ წამეკითხავს და დაწერილს რო ვერ ვკითხულობ აი და რო დამიწერენ დიდი ასოებით იმას რო ვერ ვკითხულობ მაგან უნდა მე შემიწყალოს გამომიშვა სახში და ანუ პოლიტპატიმრები აღარ იქნებიან ხო და ფორმა მიხარით მაშინ როგორ ელემენტარულია რას ქვია ჯერ ესეთ ყველას ჩვენ ვითხოვთ იმას რომ ამათმა უნდა გამოუშვან ეს პოლიტპატიმრები იმიტომ რომ ესენი არიან პოლიტპატიმრები როგორ თქო როგორ და კოხტად როგორ აი კოხტად როგორ აი ესე რომ უნდა თქვა რომ ეხლა არ ვიცი ირაკლი კობახიძე და თქვას რომ კი უნდა თქვას რომ ახიაროს და არა რა თქმა უნდა ამიტომ აღარ უნდა იყოს ირაკლი კობახიძე ხალხო ანუ და თქვენ რას ითხოვთ ეხლა გამაგებინეთ უბრალოდ ძალიან დიდი ბოდიში რა რომ იცით რა რომ ამათი კეთილი ნების ანუ არა თქვენ რომ იმიტომ გებრაზდებით რა მედიასაც არ უნდა მsხდარიყნეს ადამიანების ციხეში მაგრამ თუ იმას რაღაცა ესე ვაყენებ საკითხი ასე ხელებს გაამზადებს ბორკილებისთვის რომ მე ვარ დამნაშავე 500-ზე მეტი ადამიანი დავიჭირე უსამართლო და მოდი მე დავიჭირე ესენი აღარ უნდა იყვნენ ისინი თუ არ იქნებიან მაშინ იმათი გამოსაშვები არ იქნებიან ადამიანები მაშინ იმათ რატომ აბა რას ნიშნავს რომ წყალობა უნდა გაიღონ აი ამ კეთილმა კობახიძემ და კეთილმა ყაველაშვილმა ან თქვენ მაგას ელოდებით დღეს მაგას ელოდებოდით რომ კეთილი ყაველაშვილი აი ამ წყალობას გაიღებდა და აი ესე როგორც მანას ზეციურს ესე დაგვაფერთხავდა თავზე ამ ბედნიერება ასე თქვენი ინტერპრეტაციით არა მაინტერესებს თქვენი დამოკიდებით ხო ჟურნალისტი ხარ ხო მე ვერიდები რა მაინტერესებს ანდრო ჭიჭინაძეს რო შეიწყალოს ყაველაშვილმა ის პოლიტპატიმრები აღარ იქნება? ეს მის ოჯახის წევრებს კითხეთ. მე გეკითხებით თქვენ როგორც მოქალაქეს. მაინტერესებს ის პოლიტპატიმრის სტატუსი დაკარგა? არა, არც ეს საქმეები არ დაიკარგება და არც ეს მეხსიერება არ დაიკარგება და არც ეს დანაშაული არ დაიკარგება. მაგრამ ამ ეტაპზე ანუ რაღაც ხონდა გონიერება ხონდა სადღაც ვიღაცაში ხონდა იმძლავროს. ეს გონიერებაზე არ არის აქ აბა რაზე არის? აქ არის მოწყალებაზე. რომ ბიძინა უნდა გაიღოს დიდსულოვნება, უნდა გამოიჩინოს, მოწყალება გამოიჩინოს და აი ეს გამნაშავე ადამიანები, აი ესეთი კონოტაცია აქვს ამას, ხახო? ამას რას ქვია შეწყალება ეგნიშნა, მაგას ნიშნავს. რაზე მეკამათებით, ანუ პირველი შემთხვევა არის, როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტი აღჭურვილია. კი, და შეიძლება პედოფილი შეიწყალოს. და ყოფილა ასეთი მძიმე შემთხვევებიც გვახსოვს ძალიან ბევრი მაგრამ ის არის დამნაშავე ის არის დამნაშავე ვიღაცა შეიძლება შეიწყალოს ვიღაცამ მკვლელი და შეიწყალა კიდევაც არა მარტო ამ პრეზიდენტმა წინა პრეზიდენტმა ბევრი მკვლელი ყავს მაგალითად შეწყალებული ეს ადამიანები თქვენი პოზიცია არის ასეთი კლავაც რჩება მკვლელად ის კლავ არ დავამთავრებ და გადახვალ ის კლავაც რჩება მკვლელად ოღონ ის არის შეწყალებული, რომ კეთილი ნება გამოიჩინა სახელმწიფო. ხო და გეკითხებით კონკრეტულად ეს ადამიანები არ დარჩებიან დამნაშავეები. ბატონო რევას. ესენი არ არიან დამნაშავეები. მოდი რაღაცნაირად. აი ამაზე უნდა შევთანხმდეთ. დავიცვათ, ასე ვთქვათ, ელემენტარულად ток-შოუში დროის გადანაწილების პრინციპები. კარგი და ნახეთ, აი ბოლოს მოდი კონკრეტულად მიპასუხეთ, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, მაგრამ არა შეწყალების აქტით. მე ვამბობ, რომ ყველანაირი ინსტრუმენტი, რაც გამოიყენება იმისთვის, რომ სიტყვაზე უკმელა წავიდეს და თავისუფლს ჩაეხუტოს, ყველაფერი გამოყენებული უნდა იყოს. თუმცა ესენი არ იქნებიან დამნაშავეები. არასდროს. იმიტომ რომ ესენი არ არიან დამნაშავეები და შეწყალება შეიძლება ეს ინსტრუმენტი მათ გამოიყენონ, მაგრამ ჩვენთვის ეს ადამიანები არანაირ შეწყალებაზე არ არის ლაპარაკი. იქ არის ლაპარაკი, რომ უნდა შეიწყალო ადამიანი, ვინც არის დამნაშავე. ესენი არ არიან დამნაშავე. იმაში რომ ამ დღეს, ანუ ნათლისღებასთან დაკავშირებით, ზედმეტი ყურადღება მიექცა აი ამ თემას. რამ განაპირობა, ანუ წინაპირობა რა იყო ამისა, ხო? მესმის ყაველაშვილის განცხადება. არა, მხოლოდ ყაველაშვილის განცხადება არა. მე კითხება ყაველაშვილს. პროტესტის მოთხოვნა ხო წელიწადნახევარი უკვე არის რეჟიმის გადადგომა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ერთი მოთხოვნა მაინც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება რეჟიმის გადადგომის გარეშე ხო არ ყოფილა. ზუსტად ეგეც აჩვენებს, რაზეც რეზო აპელირებდა, რომ რეჟიმის გადადგომა და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და არა რაღაც მოწყალება, რომ თქვენ ძლიერის პოზიციიდან გადმოვაგდეთ, როცა ჩათვლით ამას საჭიროდ, იმიტომ რომ დღეს შეიძლება გაწყობთ და იმიტომ არ გინდათ პოლიტიკური ფასი გადაიხადოთ, იმიტომ პოლიტიკური პატიმრები დღეს ციხეში უფრო ძვირი გიჯდებათ პოლიტიკურად, ვიდრე მათი გამოშვება, ხო?
და თან ზედმეტი იმიტომ მოგვივიდა ამ თემასთან ირგვლივ დღეს მთელი დღის განმავლობაში, რომ ჩვენზე ხომ მაინც არ არის დამოკიდებული. და ცოტა რაღაც ისეთი არწყავალაშვილზეა. ხო და არწყავალაშვილზეა დამოკიდებული. ეხლა რაც გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ თქვი რომ ამიტომ დავიწყე იმ ნაწილით რომ მე მშობლებთან და ოჯახთან დაკავშირებით, ანუ მათი უფლებაა, როგორი დამოკიდებულება იქნება ამ დღესთან და რა მოლოდინი ექნება და ხო პოლიტიკურ სპექტრმა და აქტიურმა საზოგადოებამ და მედიამ ხო უნდა აკონტროლოს მათ შორის მოლოდინები. ზედმეტი ყურადღება მიექცა. დღეს იმას ვიხსენებ დანტე ალიგიერის ღვთაებრივ კომედიაში ჯოჯოხეთის კარიბჭეზე წარწერა აქვს გაკეთებული, რომ ყველანაირი იმედი დატოვეთ, ვინც აქ შემოდიხართ. ზუსტად ეგეთი დამოკიდებულება გვჭირდება რუსულ რეჟიმთან მიმართებით მოლოდინებთან დაკავშირებით. არ შეიძლება ჩვენ ერთ დღეს ვამბობდეთ რუსული რეჟიმია და საკუთარ მოსახლეობას წამლავს ქიმიური იარაღი და მეორე დღეს ჰუმანურობაზე და რაღაცებზე აპელირებას ვახდენდით. ამით ხო ჩვენ თვითონ არასერიოზულად გამოვიყენეთ. დღეს მთელი დღის განმავლობაში მედიის მონიტორინგის დღე მქონდა და უყურებდი პროგრამებს. ამ თემის ირგვლივ მეტი არაფერი არ იყო. მხოლოდ ემოცია, მხოლოდ რაღაც ისეთი განწყობის გაჩენა ხალხში, რომ აი ჩვენ კიდე რაღაცას მოველით, რომ გადმოგვიგდებს ბიძინა და ვაი და თუ არ გადმოაგდო, ხა ისევ ბიძინამ გაიმარჯვა, ან გადმოაგდო და ბიძინა ყოფილა, რაც ყოფილა რა, ექვთიმია, ვაი მაინც ბოლოს მაინც გაანთავისუფლა. არ ვიცი წარმოდგენა არა, გარდავრდება. არ დამთავრდა, არ ვიცი. ხამის 12 ხო, არ ვიცი, შეიძლება ეგეთი მანიაკი, ანუ შეიძლება ჩვენ კი არ დაგცინეს, უბრალოდ ყაველაშვილს დაცინის და შეიძლება 12-ის ნახევარზე დაურეკონ და უთხრან, რომ ეხა გაანთავისუფლებო. აი გაეციო, განკარგულებაო, რომ შეიწყალეო. ჩვენ ხო არ ვიცით ეხა თავისიანებს რას უშვება. ხო ეხა ატარა ღარიბაშვილი გირაოთი მერე მაინც ჩააგდო და მადლობას ახტევიებს ოჯახის წევრებს. ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, ამდენი მაღალჩინოსანი დაიჭირეს, რომელიც კარგ სიტყვას იტყოდა იმ ხალხზე, რომელზეც ზედამთვარეს იფიცებდნენ. ეგეთი ადამიანია, ანუ ამ სოციოპათია რა საქმე და ეხლა რანაირად შეიძლება საეკლესიო პირების ასე ვთქვათ მოწოდებებმაც რაღაცნაირად გაამყარა მეუფე იაკობის განცხადება ვნახეთ რომელიც ხან იარაღით გვემუქრება ეს კაცი და ხან დიალოგისკენ ასე ვთქვათ შერიგების იდეით გამოდის ხო და ნუ არ უნდა მეუფე იაკობს და ხან ავტომატს გადაგატარებთო რაღაც მედიაციის პროცესს დაკავშირებით არ არის ეკლესია შარლ მიშელი პირობითა ჯერ შარლ მიშელის მედიაციამ რაც მოუტანა ამ ქვეყანას ყველა ვნახეთ მაგრამ ეკლესიის შემოყვანა რომელსაც თავის ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და ჯობია იმას მიხედოს ბოლოს და ბოლოს სეკულარულ სახელმწიფოს ვაშენებთ ტელევიზიაში სხვა ტელევიზიებში არ იმ ტელევიზიებში არ გვეძახიან ჩვენ სტანდარტი რომ მაინც და მაინც რაღაც ჩვენი უბრალოდ ერთი ხაზგასმით მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ ვინმე არასდროს რომ არ გაიგოს კიდევ ერთხელ ვამბობ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული ამ ადამიანების გასათავისუფლებად, თუნდაც ეს იყოს შეწყალება, მე ნამდვილად ვიმხრობ იმას, რომ ყველა პოლიტპატიმარი იყოს სახლში. კარგი, 3 საათი რჩება დღეს, დიახ. ოღონდ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა შეწყალებაზე იყოს ლაპარაკი, იმიტომ რომ ამ შეწყალებას თვითონ ეს არის წყალობა. რომ შენ მოიღებ წყალობას და ამ ადამიანს გაუშვი. დამნაშავე ადამიანები ამბობენ რომ არ არის დამნაშავები. თუნდაც ამ ფორმით ზადარიან მოიხადონ ბოლომდე უსამართლოდ პირველ რიგში მაგრამ ნახოთ რა მოხდება. ნახოთ რა მოხდება. პირველ რიგში მათ უნდა ვკითხოთ, მათი ოჯახის წევრებს უნდა ვკითხოთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც უფრო მალე იქნებიან ნებისმიერი ფორმის სახლში, ეს იქნება, მაგრამ ჩვენ და არც თვითონ ისინი არაზრუს არ ჩათვლიან, რომ ისინი იყვნენ რამენაირად დამნაშავეები იმისთვის, რომ იდგნენ ამ ქვეყნის ნორმალური მომავლისთვის, ამ ქვეყნის თავიანთი შვილების უკეთესი მომავლისთვის, ამ ქვეყნის ევროპული არჩევნისთვის, იდგნენ ქუჩაში და შემთხვევით ეგენი დაიჭირეს და მე არ დამიჭირეს და ის დაიჭირეს, ხო? იმიტომ რომ იქ ნამდვილად ეგრე იყო რა, თელ რიგ შემთხვევებში, რომ აი მართ, აი ვისაც დაავლებდნენ ხელს რა. რომ ეს ადამიანები სახლში უნდა იყვნენ, მაგრამ ესენი არ არიან ხაზგასმით, უნდა ვთქვა დამნაშავეები და არავის წყალობას ესენი არ საჭიროებენ. მინდა კითხოთ, აი მოდი მოვახდინოთ რაღაცა მოდელირება, რომ დღევანდელი დღე დასრულდა ისე, რომ აი რა ვიცი, ღმერთმა ქნას მართლა ყველა უკანონო დაპატიმრებული ადამიანისთვის გაიღოს ციხის კარი. აი რა ხდება შემდეგ, იმიტომ რომ მეუფე იაკობი არ არის ერთადერთი
ვინც საუბრობს ერთგვარ ის თუ საუბრობს პირდაპირ შერიგებაზე, პოლიტიკოსების მხრიდან ისმის საუბარი შესაძლო დიალოგის დაწყებაზე ხელისუფლებასთან. ამაზე რას ფიქრობთ? ჯერ კიდევ არის რაიმე სივრცე, სადაც შესაძლებელია ოპოზიცია მოელაპარაკოს, დაელაპარაკოს და შემდეგ მოელაპარაკოს ქართულ ოცნებას. თუნდაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. დღევანდელ ვითარებაში როგორშიც ვართ დღეს ნებისმიერი მსგავსი ტიპის დიალოგს აწარმოებს ქართული ოცნება და ბიზნესი. დღევანდელ ვითარებაში არის ჩვენ ხო ვამბობთ აი თუ მაგალითად ციხისკარი გამოუშვებენ პირველი მოთხოვნა ამ დაშვებით თუ პირველი მოთხოვნა დაკმაყოფილდა გათავისუფლდა ყველა პოლიტიკური პატიმარი რა ხდება შემდეგ? ხო მე არ მივიჩნევ ვითარებას ისეთ, სადაც ჩვენ შეგვიძლია რეჟიმს ველაპარაკოთ ძალის პოზიციიდან. ამისათვის აუცილებელი არის ჯერ პროტესტის გაფართოება, მისი გაშლა უფრო მეტ ურბანულ ცენტრში და ჩვენი ქვეყნის გაცილებით მეტი მოქალაქის ჩართვა და შემდეგ დადგება ის მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რაღაც პირობებზე მათ შორის წასვლის ან როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ყველაფერი ხელისუფლების გადაბარება, ძალაუფლების გადაბარება, არჩევნების გზით, თუ რომელ კომისიაში ვინ უნდა იყოს და რა კვოტით უნდა შეჯერდეს ეს ყველაფერი, ამაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ. თუ მსგავსი ტიპის დიალოგი დაიწყება კიდე ეკლესიის შუამდგომლობით ან ნებისმიერი სხვა შუამდგომლობით, ეხა პოლიტპატიმრების გამოშვების შემდეგ ჩვენ გვექნება ვითარება, სადაც ოპოზიციურ სპექტრს მოუწევს დე ფაქტო რეჟიმის აღიარება, იმიტომ ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს ძალის ვითარებიდან და ეს იყო ის პროტესტის დაკვეთა, რაც წელიწადნახევარი მიმდინარეობს. ანუ ხალხის ინტერესს და დაკვეთას თუ არ განასახიერებს პოლიტიკური სპექტრი, რაში ჭირდება საზოგადოებას ესეთი პოლიტიკური სპექტრი? ანუ ეს მანდატი და მომლაპარაკებელი მხარე, რომელიც მისი სახელით ისაუბრებს. მისი სახელით რანაირად შეიძლება ილაპარაკოს პოლიტიკურმა სპექტრმა, თუ აქტიური საზოგადოების, ანუ საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთას არასრულებს. აი კონკრეტული კომენტარი ერთ დღეს ყველა მაინც უნდა დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ დაპირისპირებული მხარეები შეთანხმდნენ, როგორ შეიცვლება ხელისუფლება, აბა მაინც და მაინც ირანის სცენარი თუნდა განვითარდეს მოვლენები. გიგი წერეთელი ჩემს გადაცემაში გასულ კვირას ევროპული საქართველოს თავმჯდომარე. აი როდის შეიძლება დადგეს ეს ერთი დღე? კი ბატონო, ჩვენ ვამბობთ, რომ ესენი არიან დამნაშავე. ამათმა მოგწამლეს, ცემეს კონსტიტუციის ყველა თუ კი რამე მუხლი შეიძლებოდა ყოფილიყო დაარღვიეს. რა ვიცი, ფული მოიპარეს და იპარავენ. რა თუ კი რამის დაშავება შეიძლებოდა, ამათმა ეს ყველაფერი დააშავეს და მათ შორის ისე დააშავეს, რომ ერთმანეთსაც იჭერენ უკვე. ისე დღეში არიან. და აი ხა მე მაინტერესებს რა, რომ მე კიდე დებატებზე უარი ვინ თქვა? ჩვენ თქვით? მე დღესაც მზადა ვარ ნებისმიერ თავრობის წარმომადგენელთა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენელთა ნებისმიერთან დავს. გამოსავალი რაშია? ქართული ოცნება წასვლას არაპირებს. თავისუფლების მოედნის ნებისმიერი ლიდერი, ნებისმიერ ლიდერს და იგივენაირად ფედერალისტები დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მათი ლიდერი ნებისმიერ ლიდერს დაუჯდება ქართული ოცნება. ეს გასაგები, ეს ამ ფორმატში არა, ბოდიში რა, ჩვენ დავიწყეთ ეს პოლარიზაცია. არ არის ჩვენი ძლიერი პოლარიზაცია. ანუ უნდა გავაძლიეროთ თქვენ თქვით, სანამ ქუჩა და ჩართულობა წნეხი ჭირდება გაცილებით დიდი პირობებზე ხომ დავილაპარაკოთ პირობებზე ხომ დავილაპარაკოთ წნეხი იქნება მამას დავინახავთ ქუჩაში ხელისუფლებაზე ჯერ იმ დონის რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყოს უკანდახევა ამას მეუბნები რატო არ არის რას ქვია არ არის გაფართოება პროტესტს რა რომ უნდა პროტესტი უნდა და ქართული ოცნება თქვენ გონიათ რომ კომფორტის ზონაშია კომფორტის ზონაში არ არის მაგრამ ჩვენ ხო გაცილებით მეტი გვჭირდება რომ ქუჩაში იყოს ეს არ ნიშნავს იმას რომ ეხა კომფორტის ზონაშია ერთმანეთი შეჭამეს აი როგორც კრონოსი რო ჭამს თავის შვილებს ეგრე ჭამს ბიძინა აი ამ რა ვიცი მკრანახის ხო და ეს მდგომარეობა საკმარისია იმისათვის რომ ქართული ოცნება რაც შეიძლება მალე დასრულდეს ამაზე საუბრობდა თენგან მე როგორც მივხვდა საუბრობდა იმაზე რომ პროტესტი უნდა გაძლიერდეს რომ ამ პროტესტის სახელით შემდეგ ისაუბროს ოპოზიციამ რომელიც ამ პროტესტს გაძლიერდეს ჩვენ ოპოზიციური აი ხა მაგალითად მეკითხებოდნენ რომ რატო ვერ თანხმდება, რაზე ვერ თანხმდება ოპოზიცია? ოპოზიცია შეთანხმებულია იმაზე, რომ ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს და პოლიტპატიმრები
პატიმრები გათავისუფლდება. ერთიან ფრონტზე ვერ თანხმდება. რას ქვია ერთიან ფრონტზე ვერ თანხმდება? ერთად გავართ ქუჩაში. უკვე წელიწადზე მეტია, ერთად გავართ ქუჩაში. და ერთი და იგივე რამეს ვითხოვ ჩვენს საზოგადოებას და ყველა. საიდან მოიტანეთ ესა? ეს არის ხოცების და ხო, ეხა იმაზე რომ ეხა გირს უნდა მემარჯვენე კუთხით მართოს და ვიღაცას მემარცხენე კუთხით მართოს და რაღაცა, ეს არის საპარლამენტო დებატების საკითხი. თქვენ ახსენეთ, ეს არის საპარლამენტო დებატების საკითხი. არა, გირჩიდან მოვიტანეთ. ეს არის საპარლამენტო დებატების ნაწილი, რომ ჩვენ ბიუჯეტი როგორ უნდა დავგვეგმოთ, უფრო მეტი სოციალური პროგრამები გქონდეს თუ უფრო მეტი ბიზნეს ხელისშეწყობა გქონდეს თუ ასე შემდეგ. ესეც აკედა. თავარი რაც არის თქვენთან არის თავარი რაც იყო და რა გითხრა და რა უყურეს მე კი რაზე თანხმდები ყველანი უკვე დიდი ხანია წელიწადზე მეტია თანხმდებით იმაზე რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს უნდა ახალი არჩევნები სამართლიან გარემოში ჩაინიშნოს და ჩატარდეს და პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდეს. ეს ახალი ხო არა? რამე ახალი გითხრა, მაგრამ აქ ერთიანი თამაშის წესებზე არის საუბარი, მე როგორც მივხვდი. თამაშის წესები არის პროტესტი. ხალხი თქვენ კომუნიკაცია უნდა არსებობდეს ადამიანებს შორის. ერთად დაიწყონ რაღაცეები, თანხმობის დოკუმენტი უნდა შედგეს. აი შეგიძლიათ ხო? თქვენთვის აი რა მოსულა და რა არ მოსულა. აი ამ შეთავაზებიდან. ხო, აი ხა რაზე არის საუბარი, ის მაინც გითხარით. მომავალში როცა პოლიტიკური პარტიების, სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც დაუბრუნდებიან პოლიტიკურ ცხოვრებას ციხეებიდან გამოვლენ, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია და საბოლოოდ შეიკრება ეს დოკუმენტი, რაც მოიაზრებს დემოკრატიული პარტიების თანამშრომლობას ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და ერთმანეთთან ურთიერთობა როგორც წევრი წესები იქნება. ამ დოკუმენტს რომ აი რაღაცა ხო, დემოკრატიული თამაშის წესები, რომელიც გამოკვეთავს ალტერნატივას, იმიტომ ადამიანებმა ხომ უნდა იცოდნენ რა არის პოლიტიკური ალტერნატივა. პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი არის ეხა ოპოზიციაში, ხო? ეს მიმდინარეობს ახლა. ხო. ვინ არის რა ეტაპზე ხართ შეგიძლიათ მითხრათ? ნუ მე ვფიქრობ ახლო მომავალში დასრულდება. ტექნიკური საკითხებიაო, ტექნიკური სტრატეგიული საკითხებიც. ტექნიკური სტრატეგიული დიდწილად თანხმობა არსებობს. ეხლა რაღაც ნაწილამდე რა გზით მივალთ და რაღაცა კიდე დისკუსიის საგანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ რამდენიმე კვირაში იქნება ერთობლივი დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი შეუერთდება, დარწმუნებული ვარ, რომლისთვისაც დემოკრატიული დაკვეთა და პროტესტის დაკვეთა მნიშვნელოვანია და მაგიტოა პოლიტიკაში. ესეთი პარტიები ამას შეუერთდებიან და ყველა პარტია არ იყოს, მაგრამ ყველა პარტია არ იყოს. თქვენს ადგილს ამ ასე ვთქვათ გაერთიანებაში ვერ ხედავთ. იმიტომ რომ თქვენი ერთ-ერთ გეტყვით და მიხურებთ ასეთი რაღაცა ტრული ზერით. რა, პირიქით, გეუბნები აქამდე ბევრ რამეში თანხმდებით მეთქი. ჩვენ ერთია, მაგრამ თქვენ უფრო რაღაცა აქცენტი გაქვთ ხოლმე იმაზე, რომ სათანამშრომლო თუ არ ვწდები, თუ ვწდები, აქვე მოვიხდი, ბოდიშ ამის პრობლემაც არ მაქვს. უფრო ახალ სახეებს ეძებთ პოლიტიკაში, აი ძველები, რომლებსაც მძიმე პოლიტიკური წარსული აქვთ, რაღაცნაირად მათთან თანამშრომლობას ერიდებით, თუ შეიცვალა რამე. თანამშრომლობას რა ისე? ხო ასე იყო ყოველ შემთხვევაში. არა, ასეთ განცხადებები არ გაიკეთებიათ, რომ ჩვენ უფრო ახლებთან თანამშრომლობა გვაინტერესებს, ვიდრე ასე ვთქვათ ძველებთან. აღიხსნით, კი ბატონო, გასაგებია რასაც მეკითხები. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა თავისუფლების მოედანი და ჩვენ ვაშენებთ ჩვენ პარტიას. ვართ ახალი პოლიტიკური ძალა და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად მათ შორის ფედერალისტების ახლები არიან კაი ძველი წარსული აქვს ფედერალისტების ლიდერებს. კი ბატონო, წარსული ყველას აქვს. ხო და ხო ჩვენ ვცდილობთ რომ ჩვენი ორგანიზაცია ჩვენ განვავითაროთ იმ ხედვებით, იმ ღირებულებებით და იმ ფასეულობებით, რომლებსაც ჩვენ გვწამს. ასევე ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, მაგალითად, როგორი უნდა იყოს, მაგალითად, გარდამავალი ეტაპი, როგორი უნდა იყოს გრძელვადიანი პერსპექტივა. ამაზე გვაქვს დოკუმენტი, გეგმა თუ გვაქვს რაღაცა გეგმაც გვაქვს, ყველაფერი გვაქვს. ხო და მოკლედ რომ მითხრათ, რაში თანხმობთ? ეხა ნახეთ. რაში ვერ? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ რაღაც აროგანტული ტიპები, რომლებიც არავისთან არ ურთიერთობენ. ამ ალტერნატივ პოლიტიკურ ალტერნატივაში პოლიტიკურ ძალებთან გვაქვს. კი. კონსულტაციებიც, ურთიერთობაც მიუხედავად წარსულისა თუ მომავლისა თუ რაღაცისა, რასაც თქვენ ამბობთ, ეხლა რა, წარსული მართლა ეხლა რა, ზოგს ესეთი აქვს, ზოგს ესეთი აქვს და ეხლა ჩვენი ამოცანა არის ძალიან კონკრეტული. ამ ამოცანებში ვისთანაც თანხმდებით იმ ამოცანებში რა, რომლებიც ჩვენ გვაქვს და ჩვენი ამოცანა ზუსტად იგივეა, რაც არის მაგალითად
პროტესტის ამოცანა, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხო ამ პროტესტის გამო შევქმნით ეს პარტია და ამიტომ მოვედით პოლიტიკაში, რომ მივხვდით, რომ ალტერნატივა აღარ არსებობს. იმიტომ ჩვენთვის ეს იდეა ფიქსი კი არა, ჩვენთვის ეს ინსტრუმენტია საქმის კეთილების. დასაგებია. პოლიტიკაში ყოფნა არის ინსტრუმენტი და ამ ინსტრუმენტით რომ ეს ქვეყანა გავხადოთ უკეთესი, ადამიანებმა უფრო კარგად იცხოვრონ, უფრო კეთილდღეობა იყოს ამ ქვეყანაში თავისი მომავალის უკეთესად გახდომაში, მისი რეალიზაცია მოახდინოს, საკუთარი თავის რეალიზაცია, ამაში ხელი შეუწყო. და კიდე ბევრ სხვა პოლიტიკურ ამოცანაში ვისთანაც თანხმდებით, მაგალითად ფედერალისტებთან. ვითანავ თანამშრომლობთ და ასევე ვითანამშრომლობთ, მაგრამ ვიღაცა თუ გვეუბნება, რომ იცით რა არის, ჩემი ამოცანა არის, რომ საქართველოს ეხლა რაღაცა ისე ბიძინა უნდა იყოს, ან თუ რაღაცა ან ესეთი უნდა იყოს, ისეთი რა ჩვენს ამოცანებისგან შორს არის, იმასთან გაგვიჭირდება თანამშრომლობა და შეიძლება ვერ ვითანამშრომლოთ, მაგრამ საბედნიერო დღეს პოლიტიკურ სპექტრში ვინც არის, ყველასთან გამოგვდის ძალიან კარგად ურთიერთობა და ბევრ ამაზე ერთადაც მუშაობთ და ეს რაღაცა ის რო შეიქმნა ეს რაღაცა ილუზორული წარმოდგენა, რომ თურმე ვიღაცები ერთმანეთს რა ეს პოლიტიკური პარტიები დაქსაქსულები არიან და ყველა თავისას არ არის ეგრე ხახმა. და რომელი ილუზორული არ არის, აგერ გეუბნებით, რომ ჩვენ ბევრ ამაში თანამშრომლობთ. სოციალურ ქსელებში პირდაპირ ხედავთ ურთიერთ ბრალდებებს ოპოზიციურ პარტიებს შორის. ფედერალისტები ნაციონალურ მოძრაობას დღემდე, ასე ვთქვათ, ავტორიტარული მმართველობის პარტიად მიიჩნევენ და იქიდან მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში ეძებს მტრეებს და ხელახალი არჩევნები აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რა ხდება ლელოსთან მიმართებაში და ლელოდან რა ისმის თავისუფალ სამართლებრივ გარემოში რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამაზე თანხმდებიან თუ არა ნაციონალური მოძრაობა და ესა ფედერალისტები და ამაზე შეთანხმებულები იყვნენ, მეგონი ჯერ კიდევ აი ხო და მაგაშია საქმე და ეხლა რაღაც დეტალებში თუ ვერ შეთანხმდებით, კაცო ეს რატო არის ისეთი დეტალები არის რომ რაღაც აუცილებლად ყველას ერთმანეთში მიყვარდეს და ყველაფერზე ერთმანეთში ვიყოთ შეთანხმებული. არის რაღაც საკითხები რაში ვერასდროს ვერ შეთანხმდებით. ხო და მეტი სიზუსტე გვინდა თქო რა საკითხებია ეს. მათი ხედვა არის სიტყვაზე ვამბობ, აი ხა სიტყვაზე ვამბობ, ფედერალისტების ხედვა რაღაც საკითხები შეიძლება იყოს სიტყვაზე განათლების სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. შეიძლება ამათ უფრო მემარჯვენე ხედვა ჰქონდეთ. ჩვენ უფრო ცენტრისტული. ამაზე კამათის ადგილი არის პარლამენტში მომავალში. ეხა ცეცხლი ხელისუფლების სადავების ხო და აი ხა ცეცხლი რომ და ქვეყანას ვკარგავთ. და ამაზე ყველანი თანხმდებით მეთქი, მაგას გეუბნებით და რატო უნდა იყოს სალაპარაკო ის რომ იქ რაღაცაზე იქ კონკრეტულ საკითხში იქ ვიღაცამ როგორი გადაწყვეტილება მიიღო, ეხა ეს მოწონს თუ არა ჩერგოლეიშვილს, გავიგეთ რომ შეიძლება არ მოწონს, მაგრამ ეს ხალხის საკითხია. ეს არის კონკრეტული არ შევიმჩნიოთ? არა, შეიმჩნიეთ, ბატონო. პოლიტიკური კომენტარები და შემდეგ ამაზე იმ ადამიანს ანუ ის ეროვნული უნდა იყოს. ხო და ამას ვამბობ, კაცო, ვერ ვიგებ, ანუ პირი ამოვიკეროთ, გავჩუმდეთ, რომ არა, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს, რომ ჩვენ კონცეპტუალურ საკითხებზე ვერ თანხმდებით. ანუ სტერილური უნდა ეს ხო არ ნიშნავს, რომ კონცეპტუალურ საკითხებზე ვერ თანხმობთ. ერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ეჭკუაზე ვიყოთ. ეს არის დავიღუპებით მაშინ. ფაქტია, რომ ჯერ ერთიანობა არ არის, ალტერნატივა, პოლიტიკური ალტერნატივა. რაც თავარ საკითხებზე სუბიექტა ჩამოყალიბება. ეგეთი ერთიანობა არ იქნება, არა. მაშინ ერთი კომუნისტური პარტია უნდა ჩამოაყალიბოთ და მაშინ ყველანი შიგნით შევიდეს. იმას ერთადერთი უპირატესობა, რაც პროტესტს გააჩნია, რომ დეცენტრალიზებულად გააჩინა წინააღმდეგობის კერები, ამაზე ვთქვათ, უარი. ეგ არის სიგიჟე. და მე ვინც არ უნდა ლობირებდეს ამ თემას, არასდროს არ დავეთანხმებ. ვინც არ უნდა ლობირებდეს. ხო და გითხარით, ანუ როგორი იქნება ეს ახალი პოლიტიკური ალტერნატივა, გითხარით და რა შეცვლის? 2026 წელი ჩემი გადასახედიდან და ყველას უსურვებ ამას, რომ ყველა პირველ რიგში იზრუნოს როგორც ინდივიდმა, ასევე პოლიტიკურმა სუბიექტმა საკუთარი თავის გაძლიერებაზე. რაც უფრო მეტი ძლიერი ინდივიდი და პოლიტიკური სუბიექტი მეყოლება წინააღმდეგობაში, მით უფრო ძლიერად ვიგრძნობ თავს მეც და ზოგადად წინააღმდეგობა. ეს არის ჩემი ამოცანა, გავიძლიერო თავი და ხვალ რეზო რომ მეტყვის, რაღაც ამოცანა გვა გადასაჭრელი და ერთად არის წინააღმდეგობა. 50 კაცის მაგივრად ჩემეძოს 5000-ის მიყვანა. და თუ ესე ვიმუშავებთ ყველა ვინც არის აქ შესული და არ ამოვეფარებთ რაღაცას რომ მოდი ერთ პოლიტიკურ სუბიექტად ყველა ჩამოყალიბდეთ, ვითომ განსხვავებები არ არსებობს, წავშალოთ, ადამიანები მოვატყუოთ და აი ხალხი როგორც კი ამას დაინახავს, გამოვა და დაამხობს ბიძინა ივანიშვილი. ეს არ მოხდება არასდროს. ეგ ნიშნავს იმას, ჩვენ თუ ამ
ამ დაშვებიდან ამოვდივართ, რომ ამით მოვიგებთ, ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ამ ქვეყანაში გონია დებილები. ხო და რავი, დებილების გადასარჩენად არც მე დავკარგავ დროს, თუ მართლა ეგრე. და არც ეგენი დაგვიდგებიან გვერდში, იმიტომ რომ რავი, დებილი თუა ვიღაცა ბიძინა ივანიშვილთან უკეთესად დაალაგდება, ვიდრე რეზოსთან ან თინგოსთან. და არც ქვეყანა არ აინტერესებს და არაფერი თუ არ აინტერესებს საკუთარი კეთილდღეობა და არ ვიცი, ამაზე უნდა ჩამოყალიბდეთ რა, რომ გაიძლიეროს ყველამ საკუთარი თავი. დაიღალა ვინმე გავიდეს ცოტა ხნით დაისვენოს, დაგუბრუნდეს ისევ. მაგრამ ყველამ იმუშაოს საკუთარი თავის გაძლიერებაზე. ეს არის გამოსავალი. რაც უფრო მეტად გავაძლიერებთ საკუთარ თავს, მით უფრო მეტ პრობლემას შევქმნით ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს. მადლობა ბატონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის. თენგო კირთაძე, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, რევაზ აფხაზავა, მოძრაობა თავისუფლების მოედნის ეროვნული საბჭოს წევრი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. რეკლამა. მაშინ ასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. ფაქტობრივად 2 საათნახევარი რჩება ღამის 12 საათამდე, ანუ იმ ვადის ამოწურვამდე, როდესაც შესაძლებელია პრეზიდენტმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცეს. არსებობდა მოლოდინები, რამდენად საფუძვლიანი იყო ეს აბსოლუტურად სხვა, ასე ვთქვათ, გარჩევის საგანია, თუმცა ფაქტია, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში 12 საათზე მეტია ოჯახის წევრები ძალიან სუდ ამინდში ყინვაში დგანან და ელოდებიან ციხეებთან საკუთარ პატიმრებს, ეს არ ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს ბოლო დაახლოებით 1 წლის წელიწადნახევარის განმავლობაში, ეს ეხება სხვა, ასე ვთქვათ, პატიმრებსაც, ვისაც ასევე ჰქონდა მოლოდინიც, ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ იქნებოდა შეწყალების აქტი და შესაძლებელი იყო რამდენიმე ასეულ პატიმარსაც პატიმრებსაც კი გაეღოთ დღეს ციხის კარი. ამ დრომდე გადაჭრით არაფერი ვიცით, მაგრამ სხვა შორის პატიმრის ახლობლები ჯერ კიდევ ბოლომდე რჩებიან, ბოლო ასე ვთქვათ, მარცვალი იმედის ამოწურვამდე რჩებიან საპატიმრო დაწესებულებებთან. ეკა ბესელია, მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელია ჩვენთან ერთად. ქალბატონე ეკა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძალიან მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე, ჯერ რატომ გააჩინეს მოლოდინი და რას შეიძლება უკავშირდებოდეს აი ბოლო წუთამდე შეწყალების აქტის გამოუცხადებულობა, თუ კი ასეთი რამ საერთოდ იქნება დღეს. მოგესალმებით ქალბატონო ემა, პირველ რიგში ნათლისღებას ულოცავ მთელ საქართველოს, გილოცავ თქვენ. მადლობა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, არ მქონდა მე პირადად მოლოდინი და რატომ გააჩნდა და რატომ გააჩინეს ესეთი განცდა, შესაძლოა მოსინჯეს რა ასოციაციას თუ რა რეაქციებს, რა ემოციებს გამოიწვევდა, ან შეიძლებოდა თუ არა. ანუ განცდა რომ გააჩინეს, ამაში ალბათ, რა ვიცი, თქვენს გვეთანხმებით მედიას, იმიტომ რომ ახლა თქვენამდე იყვნენ პოლიტიკოსები, ვინც ამბობდა, რომ სწორედ მედიამ გააჩინა აი ასეთი გადაჭარბებული მოლოდინები, მათ შორის პატიმრის ოჯახის წევრებში. არა, არ ვიტყოდი ესე, იმიტომ რომ ჯერ ერთი პატიმარს ოჯახს, რომელსაც აქვს სამართლობის განცდა, ყოველთვის აქვს მოლოდინი, რომ ყოველ წუთს შეიძლება მისთვის გაიღოს დახურული უსამართლოდ დახურული კარი და დააღწიოს თავი ამ ტყვეობას. ეს განცდა და მოლოდინი ზოგადად ეხა ვინ როგორი იტყვის ეს ერთია, მაგრამ მე ვიცნობ პატიმრის ფსიქოლოგიას ძალიან კარგად და მათ ეს მოლოდინი სულ აქვთ. მაგრამ ნაკლებად ის რომ ეხა ვიღაცას გული აუჭუყდებოდა და ნათლისღების დღესასწაულზე გაუღებდა ყველა ძევალს საკნის კარს, მაგრამ ეს შესაძლოა მათი მხრიდან, იმიტომაც იყო რაღაცნაირად პროვოცირებული, რომ სუსტ ადგილებს ულეძებენ ამ პოლიტიკურ პატიმრებში და ეს მინიშნებები, რომ აი მოინანიონ აღიარონ, ხო იყო წინა პერიოდშიც ეს განცხადებები, არაერთი პოლიტიკური განცხადება გაკეთდა, სადაც პირდაპირ ამაზე მიანიშნებენ. ეხლა უკვე მე მგონი ლოდინს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თუ რაიმის გაწყვეტილება უნდათ გამოეცხადებინათ, აქამდე გამოაცხადებდნენ. როგორც ჩანს, ეს აქტი შეწყალები შეიძლება გამოიყენონ სხვა პირების მიმართ, ვინც მათ ჭირდება და ამას ბუნებრივია არ წყვეტს ყაველაშვილი.
მას მისცემენ ამ სიას, როგორც წინა ჯერზე მოხდა და ან თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს შეწყალება აღარ იქნება? ნათლისღების დღესასწაულს? არა, პოლიტიკური პატიმრების და სინდისის პატიმრების მიმართ არ მაქვს ეს მოლოდინი, შეიძლება სხვა პირების მიმართ გამოსცა ეს აქტი და მოგვიანებით დადონ ეს გადაწყვეტილება, ასე რომ მე მგონია ნიადაგის მოსინჯვის მცდელობა იყო, ქალბატონო ეკა, თქვენ თქვით და ანუ ელოდებოდნენ, აი რა განწყობებს გამოიწვევდა შეწყალების მოლოდინი ამ ადამიანებში, მათ ახლობლებში, ანუ თუ იქნებოდა მათი მხრიდანაც, არ ვიცი, გარკვეული სინანული აღიარება, მაშინ შეიწყალებდნენ და რადგან წამოვიდა ისევ პრინციპული პოზიცია, რომ ჩვენ არ ვითხოვთ შეწყალებას და მზად ვართ ბოლომდე მოვიხადოთ უსამართლოდ მისჯილი სასჯელი, შემდეგ უკვე გადაიფიქრეს სიაში ამ ადამიანების შეყვანა? კი, ეს იყო ერთ-ერთი მცდელობა. აი, გავიხსენებ იგივე მზია ამაღლობელი შემთხვევა, სადაც პროკურორმა პირდაპირ პროცესზე თქვა, რომ მოითხოვეთ საპროცესო შეთანხმება მაგალითად. ხო, მოინანიოს, ხო გახსოვთ, როდესაც ეს ფრაზა დგებუაძე მათ მე მგონი გააჟღერა პროცესი. ანუ იგივე მზია შემთხვევაში ეს შეთავაზება გააკეთეს საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმაა მოკლე გზით იპოვო გამოსასვლელი სივრცე და ამიტომაც სუსტი ადგილების ზებნა ეს არაერთხელ მოსინჯა ოცნებამ ამ პირებში პოლიტიკურ პატიმრებში დღემდე ვერ იპოვა ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა მე ვფიქრობ ამ პროცესში რომელიც გადამდებია აი რაღაცნაირად მორალური პასუხისმგებლობის მატარებელია და მათ შორის საზოგადოება რომელიც იბრძვის ამ თავისუფლებისთვის მათთვის ეს ყველაზე დიდი ინდიკატორია რომ სწორად ორიენტირებენ ამ ბრძოლაში ამიტომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს თუმცა ყველა ის ადამიანი მათ შორის ოჯახის წევრები პირველ რიგში რომლებიც აჩვენებენ არაჩვეულებრივ ბრძოლის უნარს და გამძლეობის, შემართების, თანადგომის, მათ უნდა შეეროდეთ, რომ ამ ბრძოლას ყოველთვის ექნება გამარჯვების უპირობო შედეგი. ეს როდის დადგება დღეს ხვალ და ეტაპობრივად ალბათ, იმიტომ რომ ყველას ხო ერთად ისედაც არ გამოუშვებენ. სხვადასხვა სასჯელი აქვთ ყველას უსამართლოდ, მაგრამ სხვადასხვა სასჯელი. ამიტომ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ მოლოდინმა რაღაცნაირად გააჩინა თითქოს ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკების თუ დიალოგის დაწყების სივრცე დღეს რაღაცა მოწოდებები გაიხსნა ამბიონიდან უმაღლესი სასულიერო პირის მხრიდან რომელიც მანამდე საკმაოდ ასე ვთქვათ უხეში განცხადებებით გვამახსოვრებდა თავს ოპოზიციის კრიტიკას ვგულისხმობ ამ ტიპის განცხადებებს ნამდვილად არ ზოგავდა ხოლმე ხელისუფლების ოპონენტების მისამართით ანუ აი რა არის თუ არა რაღაცა წინაპირ რა შეიძლება ნიშნავდეს აი საუბრები თუნდაც არ ვიცი შერიგებაზე მოლაპარაკებაზე შეთანხმებაზე ხო, არ იყო ეს შემთხვევითი მათ შორის ამბიონიდან ასეთი განსხვავებული ფორმის მიმართვა ეპისკოპოსის მხრიდან და ეს მეც მენიშნა. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? ყველაფერს აქვს დასასრული, ქალბატონო ემა, ეს ხო ვიცით. დასასრული აქვს პირველ რიგში ბოროტებას, რომელიც ყოველთვის მარცხდება და ყველა დაღმართს მე აღმართი მოყვება. ეს მუდმივი ცვლილებების კანონზომიერი პროცესია, ამიტომ ამ ბრძოლაში დაღლილი ადამიანებისთვის ეს შვება, რომელიც და მათ შორის შვება არის პირველ რიგში ის, რომ ეს ბრძოლაა თვითონ გამარჯვების ფორმულა. როცა იბრძვი, უკვე იმარჯვებ, როცა ჩერდები, ეგუები, მარცხდები. ამ პროცესში ყველა გავდივართ ინდივიდუალურად, არც კოლექტიურად, ყოველდღიურ პროცესში და ამიტომაც თვითონ სისტემაც იღლება, იფიტება, ხო ხედავთ რაც ხდება, ხო ეს რეპრესიული სისტემა, რომელიც ორგანული არ არის ქართული რეალობისთვის, არასდროს არ ყოფილა
ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსამართლობისადმი შეგუება საზოგადოების. ყოველთვის იყო ეს ბრძოლა ზოგჯერ ძლიერი, ზოგჯერ სუსტი. ეხლა ჩვენ რასაც ვხედავთ, რაღაცა შარშანდელი კადრები, საშინელი ნოემბრის და დეკემბრის. ხო და ნოემბერ-დეკემბრის კადრების ართ მოვლენების შემდეგ არ მოგვისმენია ჩვენ ამ ტიპის მოწოდებები მაღალი სასულიერო პირების მხრიდან, ნუ არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ყველას, იყო ცალკეული შემთხვევები. ცალკეული გამონაკლისები და საკმაოდ ძვირი ფასის გადახდაც მოუწიათ მათ, როგორც ვიცით, ზოგი, ასე ვთქვათ, ზოგს შეუჩერეს უფლება მოსილება და კაცრი ზომები გაატარეს, მოკლედ მათ წინააღმდეგ იყო ასეთი გადაწყვეტილებებიც მიღებული, მაგრამ აი რა გახდა ახლა? ყველაფერს აქვს დასასრულებლად თქვენ თქვით და აი თუნდაც მეუფე იაკობისთვის, ხო? ბოდბელი ეპისკოპოსისთვის, როგორ ფიქრობთ, ახლა რა გახდა აი ეს ბოლო წვეთი, რომლის შემდეგაც მან დაინახა, რომ აუცილებელია შეთანხმება, მოლაპარაკება წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით უარეს ვითარებას მივიღებთ ქვეყანაში. რაიმე კონკრეტული შემთხვევა თუ ზოგადად ქვეყანაში? მე ვფიქრობ, რომ პროცესი თვითონ აჩვენებს, რომ ძალიან გაიხლიჩა ქვეყანა ამ დაპირისპირების პროცესში და სულ უფრო მცირდება ოცნების მხარდამჭერები. ჩვენ სირგულით ხო ვხედავთ, რომ რეალური მომხრე მათ არ ყავთ, იდეური მხარდამჭერი მათ არ ყავთ. თუ ვინმე ჯერ კიდევ საჯაროდ ამ პოზიციას ახმოვანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ დაკავშირებულია მატერიალური სარგების გამო. ყველას რაღაც მოტივი აქვს ანგარებითი, ვის დღეს ოცნებას ხიათ უჭერს მხარს. მე ვერ დავიჯერებ, არ მინახავს არავინ უკვე დიდი ხანია, ვინც იდეურად იზიარებს იმ სოფხედველობას, იმ მართვის უწესო წესებს, იმ თავაშვებულობას და უკანონობას, რასაც ისინი ჩადიან. ყველა წითელი ხაზი აბსოლუტურად გადალახეს. არ არსებობს უკვე ხელშეუხებელი რამ, რომელიც აი მორალურად აჩერებს, ხო? საკუთარ თანაგუნდელებს არინდობენ. შეიძლება ვიღაცისთვის ბოლო, ესე ვთქვათ, წვეთი არ იყო ბოლო დაპატიმრებები ლილუაშვილის, ღარიბაშვილის, ხო, შესაძლოა ეს საქმეები იყო მათთვის რაღაცა შინაგანად უკვე პროტესტის გარეთ გამოხატვის მამოტივირებელი ძალა და ენერგია. ვიღაცისთვის კრებსითად ის, რომ აი ქალებს როგორ ექცეოდნენ აქციაზე, როგორ მიათრებდნენ ასაკოვან ადამიანებს, როგორ შეიძლება ამან არ შეგძრას, არ შეგაწუხოს შენი ტრადიციის და კულტურისთვის, იგივე სასულიერო პირები, როდესაც გეუბნებიან, რომ არსებობს ეს ტრადიციული ფასეულობები და გინდა რომ ამ ფასეულობებს ეზომებოდე ოცნება რო ხარ და ქალი ქალია, კაცი კაცია, დედა დედაა, რომ რაღაც ამას ლოზუნგებივით რო ატრიალებენ ამ დროს ხედავ იზობებოს ისტორია ასაკოვანია და პენსიონერები როგორ შეურაცხყვეს და რის გამო, ხო? ეს თავსებადი რო არ არის, რაც არ უნდა პროპაგანდა. გასაგებია, მაგრამ თუნდაც ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალბატონეკა, როგორ წარმოგიდგენიათ თვითონ ეს რაღაცნაირად შერიგების პროცესის დაწყება? რთულად, ეს მგონია, რომ მხოლოდ სურვილების დონეზეა. იმდენად დიდია ნაპრალი, ხოთარანთქვრივის არ იყოს, აი გენიალურია ეს როგორი ჩატეხილობის როგორი მასშტაბია იქ დანახული. დღეს უფრო დიდია. ისე ჩახერგეს ყველაფერი. ერთადერთი რაც ამ პროცესს გამოასწორებს, არის პირველ რიგში მძევლების გათავისუფლება. მძევლები არიან ესენი, ყველანი ვინც დააპატიმრეს აი ბოლო წლებში უსამართლოდ და ვის სასამართლოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მათი გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ნორმალურ სამართლიან პირობებში და ცვლილებები არჩევნების გზით. ამის შემდგომ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რა თქმა უნდა, სამართლიანობის მიზნით პირველ რიგში, მაგრამ ნელ-ნელა გამთლიანების თუ რაღაცნაირად ამ ჩატეხილი ხიდების შეერთების
პროცესი უნდა დაიწყოს პირველ რიგში სამართლიანი გადაწყვეტილებებით, მაგრამ ეს ორი პირობა არის აუცილებელი. სხვაგვარად შეუძლებელია ხა როგორ წარმოუდგენია ვინმე. ეკლესიას აქვს დღეს იმ დონის გავლენა ქართულ ოცნებაზე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ალბათ ოპოზიციაზე, რომ რაღაცნაირად ითავოს შუამავლის როლი ხელისუფლებასა და მის წინააღმდეგ მისი პოლიტიკით უკმაყოფილო საზოგადოებასთან. მე ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში გასული წლის ბოლოს მქონდა ეს მოლოდინი და მათ შორის ძალიან მინდოდა დამენახა ამ ნაბიჯების გადადგმას იქნა მოიტანა შედეგი, მაგრამ როგორც ჩანს ქართული ოცნებისთვის ზოგადად გონია რომ ეკლესიის თემა პოლიტიკური თავშესაფარი თუ აქსესუარი უფროა ვიდრე გაცნობიერებული რაღაცა ინსტიტუციური მიმღეობა მათი. მე არ მჯერა რომ ისინი ანგარიშს უწევენ ქართულ ეკლესიას, არ მჯერა, არავის არ დაავიწყდეს ის ფაილების უსის, რომელიც გავრცელდა ადგილობრივი არჩევნების წინ, სადაც სასულიერო პირები და ყველა მათ შორის თუ კი ვინმე რაიმეს წარმოადგენდა საჯარო აქტიურობის თვალსაზრისით უკანონო სატელეფონო მოსმენებით იყო ყველა ჩაწერილი და შემდეგ ეს იყო დაფაილებული და არ ვიცი მეუფე ზენონის გარდა არ მომისმენია არავის მხრიდან ამაზე ღია საჯარო კრიტიკა. ამით იმის თქვა მინდა რომ ქართული ოცნება ეკლესიას უბრალოდ იყენებს და არ მგონია რომ მას დაუჯერონ, მაგრამ თვითონ ქვეყნის შიგნით არც ერთ სხვა ინსტიტუტს ჯერ კიდევ არ აქვს ისეთი მაღალი სანდოობა, რამდენიც აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას და არიან ადამიანები პირველ რიგში ხა პატრიარქი, რომელსაც აქვს უდიდესი ავტორიტეტი და შეიძლება მისი თქვათ ხელდასმით იყვნენ რამდენიმე სასულიერო პირები, რომელთაც შესაძლოა ქონდეთ თავიანთ ბრელზე ისეთი გავლენა, რომ ეს გავლენა შემდეგ გავრცელდეს ქართული ოცნების ქმედებაზე, მაგრამ აქვე ამას რომ ვამბობ, ახსენდება მე ეპისკოპოსის სიტყვები, აი ერთ-ერთი მიტროპოლიტი ამბობდა ეხა ინტერვიუში მეუფე იაკობი არა აი ნიკოლოზი, მეუფე ნიკოლოზი ამბობდა, რამდენჯერმე მივმართეთო, გახსოვთ რომ თქვა, ძიას გათავისუფლების თხოვნითო, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თხოვნითო ოცნებასო და რეაგირება ამას არ მოყვაო. ეს ხო არის პირველი სიმპტომი, რომ არც მათ არ ქალბატონო ეკა, თქვენ ხშირად შედიხართ საპატიმრო დაწესებულებაში, სხვადასხვა საპატიმრო დაწესებულებას სტუმრობთ, ზოგჯერ ეს არის თქვენი ინიციატივა, ზოგჯერ პატიმრების თხოვნა, ზოგჯერ რა თქმა უნდა ორმხრივად შეჯერებული გადაწყვეტილება, აი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხოლმე ნომერ 12 პენიტენციური დაწესებულება, სადაც რა ვიცი, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის საკმაოდ მაღალი ყოფილი თანამდებობის პირების ხედან ოპოზიციონერი ლიდერებით რამდენიმე დღის წინ იქ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი შეასახლეს, რომელთანაც თქვენ საკმაოდ დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ, წლების განმავლობაში იყავით თანაგუნდელები, ხართ ადამიანები, ვინც პირველივე დღიდან ბიძინა ივანიშვილის გვერდით იდგა და ქმნიდა ჯერ კოალიცია ქართულ ოცნებას და მე მოკლედ ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარეთ ქართულ ოცნებასთან ერთად. ესე იყო ნამდვილად. წავიკითხე, არ მინახავს თქვენი გადაცემა, რომ აპირებთ ირაკლი ღარიბაშვილი მოინახულოს საპატიმრო. მე მგონი მე-12 პენიტენციურ სისტემაში შეიძლება ითქვას, რომ ყველა პოლიტიკოსის მონახულება შეძელით, იმიტომ რომ ბევრი მოინახულეთ, რამდენადაც ვიცი და შედის თუ არა თქვენს გეგმებში, რომ შეხვიდეთ საკანში ირაკლი ღარიბაშვილთან და ნუ მისი მდგომარეობით დაინტერესდეთ. ქალბატონებმა პირველ რიგში გიდასტურებთ იმას, რაც ეხლა თქვი, ჯერცეთ ხშირადად შევდივარ და ყველა არ მინახავს მე-12 დაწესებულებაში მქონდა შეფერხებები თავის დროზე ხელოვნურად
მაშინ შემაფერხეს, როდესაც ამდენი პოლიტიკოს ჰქონდა შეხვედრის სურვილი და ამაზე საჯაროდ საუბრობდი და იმედია ეხლა როცა მექნება ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით მახსოვს რომ იყო ასეთი მაშინ ვერ შევედი ფიზიკურად მინდა სხვა პატიმრების ნახვაც ამდენი პოლიტიკოსის რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს დიახ მე მას წლების განმავლობაში არა მარტო ვიცნობ ჩვენ ერთ პერიოდში მოგვიხდა თანამშრომლობა ის პრემიერი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო მე პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი ბევრი გადაკვეთა ქონია და საერთოდ ქართული ოცნება არ არსებობდა ჯერ ვიდრე მას დავაფუძნებდით იმ პერიოდიდან მოვდიოდით ერთად როდესაც ივანიშვილი თავის დროზე გამოჩნდა ამიტომ ადამიანურადაც ჩავთვალე რომ სწორი იქნებოდა ჩემი მხრიდან თუ მასაც ექნება სურვილი რა თქმა უნდა მე არ ვიცი ზუსტად როდის მაგრამ იდეაში არ გამოვრიცხავ მის მონახულებას თუ მას სურვილი ექნება ვნახავ თუ არ ექნება სურვილი ამინ მე აუგრძელავს ბუნებრივია არ ვნახავ იმისთვის რომ უბრალოდ ვნახო ძალიან უცნაურად მოხდა მისი საპროცესო შეთანხმების გაფორმება გასაიდუმლოებული იყო რაღაც ძალიან კონფიდენციალური იყო როგორც წესი ნორმალური არ არის ასეთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, აი ესე კონსპირაციულად განიხილოს სასამართლომ. ჩვენ ხო აღარ გვაქვს სასამართლო, ეს არ არის მართლმსაჯულება. მართლმსაჯულება არის მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რასაც აკეთებს, ეს არის მართლმსაჯულება. რაიმე ვერსია გაქვთ, რატომ მოხდა ასე სწრაფად და კონსპირაციულად? კი, რა თქმა უნდა, მარტივი ახსნა აქ ამას არ ჭირდება დიდი ჩაღრმავება, არ უნდათ საზოგადოებას ენახა რომ ეს ყველაფერი იყო ისეთი შეთანხმების გზით მიღწეული, რომელიც როგორც წესი კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. რატომ? იმიტომ რომ ზოგადად საპროცესო შეთანხმება თავისი ბუნებით იდება მაშინ, როდესაც ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი ნება. ადამიანს უნდა აღიაროს დანაშაული და მიიღოს ისაშელი, იმიტომ რომ თბლის რომ ეს არის მისთვის სამართლიანი და უფრო მძიმე სასჯელს თავი აარიდოს, მაგრამ არ შეიძლება საპროცესო შეთანხმების დადება რაიმე ზეწოლით, რაიმე დაპირებით, რაიმე სხვადასხვა გარე ფაქტორების ზეგავლენით და შეუძლებელია ხა ვინმე შეერა რომ იმ საპროცესო შეთანხმების პირობებს, რომლითაც 5 წელი თავისუფლების აღკვეთა აირჩია ღარიბაშვილმა, რომ ეს თავისუფალი ნების პირობებში მოხდა, რომ რაღაც თქვენ თქვით თუ ვინმე არ აუგრძალა ჩემთან შეხვედრაო, ვინ და რატომ შეიძლება აუგრძალოს თქვენთან თქვენი შესვლა მასთან საკანში? მე ცოტა გამიკვირდება, მართალი გითხრათ თუ გამიკვირდება რომ მას არ გქონდეს ასეთი სურვილი, მაგრამ ვინ შეიძლება ეს აუგრძალოს, ვინც იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმების ასე ვთქვათ ინიციატორი და ამ ფორმით მისი ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ თუ ირაკლი კობახიძე? ორივეც, მაგრამ ეხლა კობახიძე მარტო ვერ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ის შეასრულებდა ყველაზე ცუდ როლს ამ პროცესში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ასეთი დონის საკითხზე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი მიიღებდა. ან თქვენ გაინტერესებთ რის ფასად გააფორმა აღიარა დანაშაული და ალბათ არც ამაზე არც ისაუბრებს, ეხლა დარწმუნებული ვარ, ეს იმდენად დახურული თემა იქნება, რომ ეხლა დღეს ამ ეტაპზე ამ პირობებში დარწმუნებული ვარ, რომ არ ისაუბრებს. მაგრამ იქ შეიძლება უბრალოდ ადამიანურად პირობების გათვალისწინებით და ამ შემდეგ ნახო, მაგრამ მომადრო, როცა უფრო მეტი შეიძლება ილაპარაკოს მომავალში, მაგრამ არა ეხლა. როდის აპირებთ, რომ რაღაცნაირად დაიწყოთ? ჯერ არ ვიცი, ხა ხვალ ჩვენ პროცესი გვაქვს ანდრო ჭეჭინაძის და იმ დანარჩენი 11 სინდისის პატიმრის ჯგუფური დიდი ჯგუფის აპელაციო სასამართლოში, შემდეგ პროცესები მიყვება და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად შეგატყობინებთ ხა ეს რომ კონსპირაციულად ვერ მოხდება იქ შესვლა ჩემი ისედაც ცხადია და შეგატყობინებთ ხვების ნახვაც მინდა. ხო, აი ხვების ნახვაც მინდაო მითხარით, ახლა ვიცით რომ გიორგი ვაშაძე ძალიან რამდენიმე დღეში დატოვებს საპატიმროს. მალე გამოდის ნიკა გვარამია. ვის მონახულებას გეგმავთ და თუ არის უკვე მინდოდა ნიკა მელიას ნახვაც, არ ვიცი ზუსტად მისი ვადა როდის იწურება, მაგრამ
მინდოდა მისი მონახულებაც და შემდეგ რუსთავში ელენე ხოშტარიასაც მოვინახულებ. მე ვნახე ის ერთი თვის წინ დაახლოებით და ნორმალურად პირობებთან დაკავშირებით არ ქონდა პრეტენზიები და თვითონაც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ასე რომ მე პერიოდულად ვცდილობ რაღაცნაირად ყველას მივაწვდინო. სხვათა შორის იმავე საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის გრიგოლ ლილოაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რა ვიცი, მიხეილ სააკაშვილი, პაატა ბურჭულაძე, არა, მიხეილ სააკაშვილს ვერ შევხვდები, ახლა ყველა რომ მიხსენოთ არ თვლი რომ ამის საჭიროება და აუცილებლობა არის და არ ვაპირებ. მაგრამ ყველას ვერა, მაგრამ თუ რომელიმე სურვილი ექნება, თვითონაც შეუძლიათ მომაწვდინო ხმა და შემიძლია რომ მონიტორინგის კუთხით შევხვდეთ. ანუ სააკაშვილის გარდა მზად ხართ ყველას შეხვდეთ? ყველას არა, თუ ვინმეს უნდა და ჩავთვლი რომ მე შემიძლია ჩემი შესვლით რაღაცნაირად სამართლებრივად ან რჩევის სახით გამოცდილების გაზიარებით თქვათ რაიმე თი დავეხმარო პატიმრობაში მყოფ ადამიანს კი სააკაშვილთან დაკავშირებით ამის აუცილებლობა არ არის. ეს სხვა თემა და არც თქვენ არ გაქვთ სურვილი? არა, რა თქმა უნდა, მე არა ვარ ადამიანი, რომელსაც ანგარიშწორების სურვილი ამოძრავეს, მაგრამ იცი ძალიან კარგად მან თავის დროზე როგორ ამიწიოკა ოჯახი და ძალიან მძიმე დღეში ვიყავე, მის გამო ჩემ ძმას 1 წელი ვნახულობდი ციხეში. რომელიც ზეულად ყავდა და ასე შემდეგ. არ მინდა, არა ვარ მომხრე, რომ ვიცხოვრო და არ ვცხოვრობ ამ შურისძიების განცდი დიდი ხანია მასთან დაკავშირებით, მაქვს განცხადებები გაკეთებული, მაგრამ ეხლა იმაზე მე ის მოთხოვნა საკუთარი თავისთვის, ვიდრე შევძელი რაღაცნაირად ამ ყოლაფრის დავიწყება, მეტნაკლებად მონახულება და რაღაცა პროფესიული დაცვის კუთხით არა, ამისთვის სხვა ადვოკატები დაეხმარებიან მას. მადლობა ეკაბესელიას, მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილია ჩვენთან ერთად. ეკაბესელია გამარჯობა, ეკაბესელია საუბრობდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, აღარ განმეორდები, თავად მოისმინეთ რა თქვა, უბრალოდ თვალი მოვკარი რაღაცა რეპლიკა გქონდათ, მაგრამ ვერ გავარჩიე რა თქვით. არა, რეპლიკა არა, გამეღიმა უბრალოდ და ხო. რატომ, ანუ თქვენთვის გაუგებარია ეკაბესელიას პოზიცია თუ არა, ნუ ეხა მიხეილ სააკაშვილს დიდად არ უნდა ეკაბესელიას მონახულება, ეგეც ხო ფაქტია, ამიტომაც როცა საუბრობდა ქალბატონი ეკაბესელია იმაზე, რომ თურმე მას, ანუ არ მოინახულებს. ლევან ხაბეშვილს უნდოდა. არა, გასაგებია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს რო არ ენდობება, გასაგებია და ლევან ხაბეშვილს უნდოდა თუ არ უნდოდა, ესეც კარგად გასარკვევი არის, მაგრამ რა არის გასარკვევი? მე რამდენადაც მახსოვს, შეიძლება რაღაც დაზუსტებას უნდა არ ვიცი, ეხლა არა რომ სხვათა შორის რასთან და ეკაბესელია არ შეუშვეს, როგორც გვახსოვს, მაშინ მიზეზი იყო, რომ მას ჯვარი ეკეთა, ჯვრის მოხსნა მოითხოვეს მისგან და ამ დროს მას ჰქონდა არაერთი მაგალითი მანამდე, რომ სწორედ ამ ჯვრით შედიოდა საპატიმრო დაწესებულებაში და მანამდე თუ ეს პრობლემა არ იყო, რატომ იყო ხაბეშვილთან და მოკლედ მას ჰქონდა ვერსია, რომ განგებ შეუშალეს მათ შეხვედრას ხელი და რახან გავიხსენეთ ეს ამბავი? იქნებ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რა საკითხს ასრულდა ხაბეშვილს საუბარი და რატომ მაინც ხაბეშვილი იცით, რომ ფაქტობრივად ძალიან რთული არის მასთან დაკავშირება და კონტაქტი შეზღუდვების გათვალისწინებით, რაც მასზე დაწესებულია, ისე ვერ სარგებლობს პატიმრის ელემენტარული უფლებებით. შეზღუდვებამდე იყო დირექტლით ვარ ვწდები. მე მაგალითად დიდად რომ არ მოგატყუოთ, არ დავინტერესებულო ამ საკითხით, რომ ლევან ხაბეშვილის უფლებები ნიად შეზღუდული არის, რომ ეხა ეკაბესელიას შეშვება არ შეშვება, დიდად მნიშვნელობის ფონი არ გახლავთ, რომ კაცს შეზღუდული აქვს ოჯახის წევრების ნახვა და ჩვენ პირველი დღეების მანძილზე. ადვოკატის მონახულება არა, ადვოკატი რა თქმა უნდა, ეხა ეს ეხა საერთოდ მოგონი ხო და არ დავასახელებ ქვეყნებს, მაგრამ მესამე სამყაროს ქვეყნებშიც ადვოკატის ნახვის საშუალება აქვს ეხლა. მე მგონი ეს არის ბარიერი ხო ეკაბესელიასთვის რომ უბრალოდ მე ვამბობ, რომ ლევან ხაბეშვილთან მიმართებაში იმდენჯერ იყო ძალიან უცნაური რა. ხო, იმდენი უფლება დარღვეულა და იმდენი შეზღუდვა აქვს ამ ადამიანს, რომ ეხა ეკაბესელიას ამ ეპიზოდზე ამ ხელა ყურადღება არ ყოფილა გაკეთებული ჩვენი მხრიდან, რომ ადამიანი უბრალოდ ოჯახის წევრებს ვერ ნახულობდა, მიმოწერის უფლება წაართვეს, გარე სამყაროსთან ფაქტობრივად მოწყვეტილი აღმოჩნდა და ამიტომ ეს იყო ძირითადი პრობლემები ხა. თორემ ჩვენი დამოკიდებულება ხაბატონ ეკას მიმართ, ჩვენ გასაგებია ყველას ცნობილია, როგორც ხაბატონ ეკას დამოკიდებულება ამ ადამიანს და სხვა ადამიანებს მიუძღვით უდიდესი როლი იმაში, რომ საქართველოში აი რუსული გეგმის ამოქმედებაში ითამაშეს დიდი წვლილი, ლოგონ იმიტომ კი არა, რომ თქვა ნაცნობაზრობის წინააღმდეგ მათ თუნდაც არ უნდა ყოფილიყო განწყობილები და ნაცნობაზრობის წინააღმდეგ ყოფნა რაღაცას უდრის
შეიძლება ყოფილიყავი და რაღაც მიზეზები, რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმეს ქონოდა, ხო, რომ ყოფილიყო, მაგრამ არ ვიცი, ამ ადამიანს უფრო მეტი სინანული ალბათ უნდა ქონდეთ ხოლმე და გამოხატონ ხოლმე საჯაროდ, როდესაც არ ვიცი, აქებდნენ, ადიდებდნენ წლების მანძილზე ბიზნეს მენეჯმენტს და ამბობდნენ, რომ ეს კაცი გადაგვარჩენდა და მე რომ ამ სცენარში მე მონაწილეობა, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სინანული მექნებოდა. ჩემი წარსულის ადამიანია ოპოზიციურ ფლანგზე, ვინც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი არანაკლები როლი შეასრულა ქართული ოცნების ხელისუფლებაში. ხო, მაგრამ ისე არის ეხლა როცა კიდევ ესე ხშირად აკეთებენ ხოლმე ეს კრიტიკულ განცხადებებს ხოლმე, ნუ გასაგებია რომ ეხლა მოგიყვირთ მისი დამოკიდებულებას ახსნა, რომ ერთი წელი დაჭერილი. მე უბრალოდ რაღაც დონეზე ჩემი ძმა მიხეილ სააკაშვილმა დააკავა და ერთი წელი დავდიოდიო. ეს განსახილველი საკითხია, რასთან იყო დაკავშირებული ეს ანუ ამ დავაში მე არ შევდო რა არც ეხლა გავიგე პირველად ხო ეს ეპიზოდი რომ მისი ოჯახის წევრი იყო დაკავებული ხო ამ განხილვაში მე არ შევდო მე მარტო რაღაცას ვიძახი ხალხი იყო რომელმაც საქართველოს როგორც თვითონ აღიარებენ ეხა რუსულ სცენარში კრემლის აგენტს შეუწყვეს თვითონ ამობენ ეს ხალხი ჩემი შეფასება ხო აღარ არის და წლების მანძილზე მას ამ ჩაბეტონებაში ხელისუფლების ეხმარებოდნენ და არც მათი მხრიდან ალბათ უფრო ნაკლები აგრესია და ნაკლები ასეთი რაღაცა რიხი მექნებოდა საუბრისას მე უბრალოდ ეს აღნიშნე ჩემი პოზიცია კეთილი რაც შეეხება ხა თქვენც მინდა გითხოთ რა ვიცი მოსალოდნელ შეწყალებასთან დაკავშირებით რა ვიცი 2 საათზე ოდნავ მეტი დრო რჩება როდესაც შეიძლება გამოიცეს შეწყალების აქტი რაც უფრო მეტი დრო გადის და მით უფრო მყარდება ეჭვი რომ ალბათ დიდი ალბათობით არ შეეხება ეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებს, მაგრამ სხვა პატიმრებისთვისაც იგვიანებს ცნობები, ვინ შეიძლება დატოვოს დღეს საპატიმრო დაწესებულება. ან თუ თქვენც როგორც პოლიტიკოსების ნაწილს მიგაჩნიათ, რომ არანაირი წინაპირობა მოსალოდნელი შეწყალების შესახებ არ არსებობდა და ეს ყველაფერი ჩვენ ჟურნალისტებმა რაღაცნაირად მოვიგონეთ და ავაგორეთ და შევქმნით გადაჭარბებული მოლოდინების საზოგადოებაში. მე ხა თქვენ არ დაგანაშაულებთ ჟურნალისტებს მოლოდინების შექმნაში, იმიტომ რომ გასაგებია რომ რაც არის ახლა თემა და რაც აქტუალურია, იმას აშუქებთ ხო ეს თქვენი მოვალეობა გახავთ და თქვენი ბრალეულობა ნამდვილად არ გახავთ, მაგრამ რაც შეეხება ზოგადად ფაქტს, რა თქმა უნდა, ახლა ძალიან მტკივნეულია იმის ყურება, როგორ მიდიან ოჯახის წევრები იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებიც აბსოლუტურად უაზროდ არიან ციხეში. ახლა მე ბევრ ხოცთან მიწევს ხოლმე საყოფაცხოვრებო დონეზე კამათი, რატო? იმიტომ რომ პოლიტიკას რო თავი დავანებთ, ახლა ამაზე 1000 ჯერ მაქვს მათთან ასაუბრები, ხო, იმიტომ რომ ახლობელ ხოცებზე ვსაუბრობ, რომელთაც აუც ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცით რომ განსხვავდება ჩვენ პოლიტიკურ შეხედულებებს. ზოგიერთი მათგანი ღვთისყალობით ცოტა გონს მოიგო, ჩემი აზრით და აღარ აპირებს რომ ხოცებს ხმამისცეს, მაგრამ აი მათაც კი რაღაც ზონაზე ჩაჩენილი აქვთ ეს ხოცური პროპაგანდისტული მესიჯები აი ამ პროტესტანტებს და მართლა ამ ხალხს გონია რომ ამ ადამიანებმა პოლიციელები გაიმეტეს, თქვათ, ან რაღაცა დააშავეს და მართლა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება სულთან. ანუ უბრალოდ ვიდეო უნდა ანახო ამ ხალხს, ვანახებ ხოლმე ვიდეოს. აი რეზო კიგნაძეზე ამის გარდა რამე სხვა მტკიცებულება არსებობს, როცა ქაღალდის სრულს ეს ადამიანი, არ ვიცი ხა აქციის დგომის დროს ქაღალდის სრულის გამო თუ უნდა დაგეყავებინა ადამიანი, მაშინ აი იგივე ამ ხალხის ქალბატონ ეკარასაძეს ეხება მაგ სტანდარტებით დასამოძრაობას, არ ვიცი, მართლა ყველა უნდა დაეკავებინა, თუნდაც იმ აქციებზე, როცა გვახსოვს ხო ადამიანებს, არ ვიცი, ლაგატკები ქონდათ და რეები არ ეჭირათ ხოლმე, ხო? მე ხა ჩემ სახლთან ახლოს ხდებოდა და მახსოვს მათ შეიარაღება, თუნდაც ვაუ. კი ამ მომავალ ყველა უნდა დაეჭირათ, მაგრამ ისე ვიძახი რა უბრალოდ. ნუ ხა ვისი ჭერდნენ და ვის არა ეს სხვა თემა, მაგრამ ხო ნაციონალური მოძრაობა რომ მოწყალოდ უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს, ხა ეს რომ არ თქვა, ხო, ვიღაცა იტყვის რომ ან მე არ მივარგა რაღაცა პოლიტიკური მეხსიერება, ან განგებოდი ვისაუბროთ ძალიან დიდი ბოდიში რა. ნაციონალურ მოძრაობასაც ბევრი ცოდვა აი გარეთ თავი პრობლემა. აი გარეთ თავი პრობლემა. ხა გვახსოვს ყველას ხო? არა, რა არის, იცით, ანუ მუდმივად, ანუ ადამიანები წელიწადზე მეტია. 26 მაისი რა საფრთხის როლის გამო ხალხი ზის ციხეში წელიწადზე მეტია და იმის მაგალითად რომ ამაზე ვილაპარაკოთ ისე 15 წლისიან და რაღაცაზე მესაუბრებით არა ისე მაგაზე მესაუბრებით იმიტომ რომ მე ადამიანებს უხსნი და ძალიან მარტო ლოგიკას გეუბნები თქვენ ისე გადაგაქვთ ის არის ნახეთ იმის მაგალითად რომ ხოცებზე გავაკეთოთ ის არის არა ხოცებზე რო უნდა გავაკეთოთ აქცენტი ამის მაგალითად გადაგაქვთ ის არის ისე გადაგაქვთ ის არის რომ 15 წლის ამას ხო ამოისურა ეს თემა ვინმეს აზრით აქტუალური ეს არის თქვენი აქვს უკვე მე მგონი იმ დანაშაულსაც ის არის არავის ეს ხალხი რას უნდა შეიგოს იცი აი მუდმივად ედუარდ ჩევარდნაძის დროს პოლიციელები ხებოდნენ ციხიდან ამაზე ვისაუბროთ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა პოლიციელები აგდებდნენ
პოლიციელები აგდებდნენ ადამიანებს ციხიდან. ამაზე ვისაუბრო. არა. ნუ მე ვაკეთებ აქცენტს რაზე. აღარ არის შევარდნაძე პოლიტიკაში რომ იყოს პოლიტიკა შეიძლება მისცაც შემეხსენებინა. არა, შევარდნაძე კი არა. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროზე როცა რაღაცა პარალელს გავავლებ ხოლმე მე ხოცები არის ნაციონალურ პირნეული პარალელი. ჩემ ლოგიკას ვერ ხვდებით? ძალიან კარგად ხვდები ყველაფერს, მაგრამ მეც გეუბნებით რომ ქართული ოცნების ასოციაციებობა თქვენზე არ გადმოაქვს ისევე როგორც თქვენი არ გადამაქვს მათზე. ოცნების წარმომადგენლებს როცა ვამბობ რომ ხოცებს როცა ვესაუბრები, რატო ვამბობ, ვიცი? აი მაგალითად ხოცისთვის ეგ არის ძალიან დემონსტრაციული მაგალითი თქო. მაგიტომ კი არ ვთქვი რომ აი ნაციონალურ მოძრაობაზე კარგის მომიდოდა. უბრალოდ ხოცების გამოსახედია ვთქვი რომ როდესაც მაგალითად ზიან მოღოლუბის პატიმრობაზე საუბრობენ, აბა ციხეში არ უნდა იყოსო. რო ანახებთ ერთ-ერთ ყველაზე პროპაგანდის მიერ მათ შორის თუ რა ვიცი, ახლა ხოცების როგორც ამბობდნენ ხოლმე, იყო ყველაზე ეს საძულველი ხატი და ერთ-ერთი აი სიმბოლო აი ნაციონალურ მოძრაობის მმართველობის და არსებობს მეგის ხარდავაზე კადრი როგორ არტყამენ მას სილას ერთ-ერთი ქალბატონი და ეს ადამიანი სისხლსაფრთხეს წესით არ არის დაკვირდა. ჩემი ლოგიკა მარტივი რას ხსნი, ისი? ამ ხალხს როცა ეუბნები რომ შენ რო იძახი რომ ისინი იყვნენ წარვალები და ხარდავაზე არ დამოწყებინოთ კიდევ და ძალიან შორს წავალ. თქვენ ანუ ლოგიკა არ გესმით რას გეუბნები? ძალიან კარგად მესმის აბსოლუტურად და ხოცი მაგაზე ხო ხდება რომ ესე იგი თუ ის ამაზე არ აჭერდა ადამიანს, ანუ ლოგიკას ხო ხვდებით? აბა რაზე მესაუბრებით? მე ხო იმაზე არ გიხსნით რომ ის კარგი ადამიანი იყო, ის კარგი ტიპი იყო, ან ეს იყო. მარტივ მაგალითი ხა, არ უძახი. ჰომო საპიენსები ხო ვართ, ყველა ხდება, ეხა რას ვიძახი, ხო? ანუ ლოგიკას ვიძახი და არხიდან გამომდინარე მეთქი, ეს ხოცებიც ხდებიან მეთქი, ამ შედარებას აკეთებთ და არა, შედარებას იმიტომ ვაკეთებ, რომ ძალიან მარტივი მაგალითი კიდევ ერთხელ მარტო ხომო საპიენსები. გინდათ რომ ნაციონალური მოძრაობა უფრო, არ ვიცი, აკეთილშობილდეს ქართულ ოცნებასთან შედარებით. აი მე ამის ლოგიკა არ მესმის კიდევ და ამაზე მოკლედ მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით. ამიტომ გადავიდეთ ხო შეწყალების თემაზე. შეწყალების თემაზე. როცა აი ეს ადამიანები ამდენ ხანია ციხეში არიან და ჰუმანური ინტერესი რო არ გააჩნია ოცნებას, ეს ხო ფაქტია. ეხლა ეს ადამიანები არ ვიცი, ფაქტობრივად, ნუ არ ვიცი, აწამეს ქვია, იმიტომ რომ კაცი ქუჩაში რო გახვალ აქციაზე და ქაღალდს რო ისვრი და ამის გამო წელიწადზე მეტრო ციხეში ხარ, წამებაც არის, არ ნორმალურიც არის, ყველაფერი არის და ამ კაცს ეხლა ჰუმანურად ხო არ მოექცევიან. გაწირულია ეს კაცი, ეს ხალხი მათი ხელი და მათი პროპაგანდის ხელი და ხო ვიცით პროპაგანდისტულ გვერდებზე რეებს წერენ ხოლმე ამ ადამიანების შესახებ. უბრალოდ ერთადერთი ტაქტიკური მანევრი შეიძლება რაც ჩაიდინოს ყავილაშვილმა, ეხლა ფუნდამენტურ დათმობაზეც არ ჩანს რომ ეს კაცი ან ვინმე აპირებს ასვლას, ერთადერთი რაც აი შეიძლება დაუშვათ არის ის რომ აი რამდენიმე ადამიანი შეიწყალონ რომ თქვა რომ აი ვიღაცები შევიწყალეთ ჩვენ მაინც ჰუმანურები ვართ. ერთადერთი ლოგიკა ეს არის რომ მე ვიღაცამ ამიტომაც ვამოვდი ამ ხოცებთან საყოფაცხოვრებო კამას თუნდაც იმიტომ რომ საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი აზრი წყვეტს ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფოს ბედსაც. აი რომ ვიღაცა კოდს სათქმელი კონდეს ტელეეკრანზე, არ ვიცი პარლამენტში რომ კომენტარზე დადგება, არ ვიცი უბანში რომ შეგვხვდება და რომ გაგესაუბრება პოლიტიკაზე რომ რა გინდა ძმაო, აგერ 5-6 კაცი, აგერ ის ხო შეიწყალეს. აი ეს არის ერთადერთი მათი თორე ფუნდამენტურად პოლიტიკურად რამის სრულებას და უკან დახევას და საქართველოს გათავისუფლებას ეხა და რეჟიმის დემონტაჟზე თანხმობას ეს რეჟიმი რო არაფერს ფაქტია. აი თქვენ როგორც პოლიტიკოსი თუ ასე მოხდება მაგალითად და გვექნება შეწყალების აქტი, სადაც მოხდება ნაწილი მაინც იმ ადამიანებისა, ვინც ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში სწორედ პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. გაჩნდება თუ არა რაღაცნაირად, არ ვიცი, დიალოგის მოლაპარაკების ან მეუფე იაკობს დავესესხები რაღაცა შერიგების სივრცე, იმიტომ რომ არ შეიძლებაო რა ეს ღუპავსო ქვეყანას ორ პოლიტიკურ ბანაკად გაყოფილი საზოგადოება, ჩვენო ერთიანად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ერთიანი მტრის წინააღმდეგ და ისე ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, ასეთი პათოსი ქონდა დღეს მის გადაგებას ამბიონიდან. სასწავლო პირების ამ განცხადებებს მე მივესალმები, იმიტომ რომ როდესაც ვსაუბრობ ჩვენ დედა ეკლესიაზე, არ ვიცი, უდიდესი როლი აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნათამაშები და ერთიანობის, ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, სიძლიერის, მედეგობის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ფაქტორი იყო და ამიტომ ახლა მათი ეს განცხადებები ჩემთვის მისაღებია. უფრო მეტად არ არის ხომ მისაღები, როდესაც კონკრეტული ეკლესიის წარმომადგენლები ხომე, მე როგორც ებრაულის წარმომადგენელს ბავშვობიდან მართლა არ მომწონს ხომე, როდესაც აი ძალიან ამ ხრივ ასე ვთქვათ, ხელს არ უწყობენ ხოლმე თავიანთ განცხადებებით ამ ერთიანობის მიღწევას და უფრო რაღაც დონეზე ყოფილა განცხადებები ხა თავს უფლებას მივცემ თქვა რომ პირიქით შეიძლება ყოფილიყო მათი განცხადებები უფრო ხელს უწყობდა ამ ერთიანობის არ შედგენას. აი მისაღებია ერთია, მაგრამ თვითონ აი ეს მოლაპარაკების სივრცეს ხედავთ. ხო და აი აქ გადავდივარ. ეს ერთიანობა, ამიტომაც საეკლესიო პირები რა თქმა უნდა ამაზე უნდა საუბრობდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათი სამწყსო ვინც არის, იმიტომ რომ ხა იქ ნაციონალურ მოძრაობის წევრებიც არიან.
კაი თქვენ ვიტყვი სხვა პარტიასაც თქვათ ლილოს ან ახალის ან ვინმე სხვა პარტიის წევრებიც არიან მრევლი და ოცნების წევრებიც არიან მრევლი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეხა ეს ერთიანობა პოლიტიკურად ხო ადეკვატური კი არა, რეალისტური უნდა იყოს და შერიგება. ეხა თუ არ შეიწყალებენ პოლიტიკურ ლიდერებს, არ შეწყდება მათი დევნა, თუ ეს ხალხი რა მნიშვნელობას ახლა 5-6 კაცი რო გამოუშვენ, ის თქვათ 50-60 კაცი ხო ისევ ციხეში იქნება. თუ ფუნდამენტურად დათმობაზე არ წავიდა ეს რეჟიმი და არ შეეგუა იმას, რომ ქუჩაში ახლა დახვედრების სადარბაზოებთან, ადამიანების ნომრების ესე ორკესტრირებულად რეკვა ადამიანების ოჯახის წევრების ნომრებზე და გინება მათ. აი ეს ყველაფერი თუ არ გადადეს. სახელით შეგიძლიათ მითხრათ, რომ ეს თუ არ გადადეს გვერდზე, მზად ხართ რაღაცა თუ გამოჩნდება გზა მოლაპარაკების, შეთანხმების, შერიგების, მზად ხართ აი ამ დიალოგში მიიღოთ მონაწილეობა, თუ კი მოლაპარაკების მაგეთის მეორე მხარეს ქართული ოცნების წარმომადგენლები ისხდებიან? მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ თუ კონკრეტული ნაბიჯები არ იქნა გადადგმული მათი მხრიდან, ამ ეტაპზე ეს წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც გრძელდება ადამიანების უკანონო ტყვეობა, როდესაც ეს ხალხი არაფერზე, ანუ არც ერთ რეპრესიულ კანონზე უარს არ ამბობს, უბრალოდ წარმოუდგენელია ხო მათთან საუბარი ხა იქნება წყლის ნახვა, თუ ეს ყველაფერი ხა ეს ნაბიჯები არ იქნა მათ მხრიდან გადადგმული და რეალისტურად ვერ დავინახეთ, რომ ეს ხალხი ამას აკეთებს, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია, ხო ხა რაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ზოგადად ხა თავის დროზე ხა მე პირადად ამ ქვეყანას აქვს ძალიან რთული და მძიმე გამოცდილება, ხო? ჩემი ოჯახიდან გამომდინარე ძალიან კარგად მახსოვს ეს ამბები, მიხვდეთ რომ ძალიან პატარა ვიყავი 90-იან წლებში, მე მაშინ ახლა საერთოდ ძალიან ახლა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ჩემს სახში ხდებოდა და იმიტომ რა მოხდა ზუსტად გამსახურდიას მომხრეებთან მიმართებაში, ხო? იგივეს აპირებდა ეს ხალხი ფაქტობრივად აპირებს ახლა მაგიტომ ამბობ ჩვენთან მიმართებაში რომლებიც არიან გასულობად მოაზროვნეები რომ ეს შათერიშვილი გამოდის ისახს რომ უნდა ქვეყნიდან წახვიდეთ უნდა მიხვდეთ რომ მოიგოთ ხონს და წახვიდეთ ქვეყნიდან მანამდე ივანიშვილის ეძახდებას ხო გაუქმებასაც ხო და ამ დროს ახლა რაზე უნდა ველაპარაკო ხო ადამიანს თუ გაუქმებს განადგურებს მედია საშუალებებზე ესეთი ზეწოლა მინარევს ანუ რეალისტური უნდა იყოს მიხვდეთ ეს საუბარი თორე ჩვენ მე იმას ვიზახი ჩვენ იმას კი არ ვაპირებთ რომ ისინი იგივე მეთოდებით ვებრძოლოთ ამ ხალხს წინააღმდეგ ან იმას კი არ ვაპირებთ რომ ამ ხალხზე თქვა რომ ესენი რახან ხოცები არიან და ანტისახელმწიფოებრივად იქცეოდნენ და რახან ჩემი აზრით რუსულ სქემას ახორციელებდნენ ქვეყანაში ამ ხალხს საერთოდ უნდა აუგზავნოთ ყველაფერი მე გულისხმობ იმ ადამიანებს რომელთაც მოცნების რიგებში ოდესმე უფუნქციონალ ახლა თორე ამ სისტემის დემონტაჟის მერე ხა ივანიშვილს რო პოლიტიკური დიდად ამბიციები კი არა და პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალება დიდად რო აღარ ექნება და სხვა ადამიანებს გასაგებიანი მაგრამ მე ვიძახი მთლიანობაში ჩვენ არ ვართ მეთქი ისეთი ხალხი რომელიც ვიყოთ განწყობილები იმისკენ რომ ამ საზოგადოებაში ერთიანობისკენ და ჰარმონიისკენ ნაბიჯები არ გადავდგათ პირიქით მე პირადად ვიძახი რომ ჩემ პირად მათ შორის პოლიტიკურ мотиваციას გეტყვით რომ ჩემი მიზანი იქნება რომ ასეთი ნაბიჯები გადაიდგას და მეც ვიქნები ინიციატორი ასეთი ნაბიჯების იმიტომ რომ არ მინდა რომ საზოგადოება იყოს ასეთი გახლეჩილი. აჰა, შერიგების. ხო, არა, იმიტომ რომ თუ ადეკვატურ ნიადაგზე მოხდება ეს შერიგება, ის იქნება ქვეყნისთვისაც კარგი. თორე გახლეჩილი საზოგადოება რომელ ქვეყანას აწყობს? არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც გახლეჩილი საზოგადოება აწყობდეს. შენ ხარ, თქვათ, რაღაც წლის იარლიყის მქონე და მორჩა, შენ ხარ ჩემი მტერი, ეს არის ლინკოლს აქვს ძალიან კარგი რაღაც ნათქვამი, როდესაც მას შეეწინააღმდეგა ხალხი, რომ ამათ როგორ უნდა შეურიგდეთო სამოქალაქო ომში იყო, ხო, ეს ქვეყანა მასში ჩაფლული და გვახსოვს რეები ხდებოდა, მაგრამ ლინკოლმა მაშინ თქვა ძალიან მაგარი რაღაც, რომ ტერს ყველაზე ეფექტურად მაშინ გაუმკლავდები, როცა მას მეგობრად აქცევ. თუ ეს ხალხი შენი მეგობარი იქნება, თუ ისინი ქართული სახელმწიფოს ამშვენებლობაში რაღაც როლს ითამაშებენ, ნუ ყოველ შემთხვევაში მტრულ პოზიციებში აღარ დარჩებიან და თქვათ უცხო ქვეყნის ინტერესებში რო ბრალდებენ სინამდვილეში თვითონ ისეთ ნაბიჯებს აღარ გადადგამენ რომელიც მართლაც წის გუზეა სხავს წყალი და ჩვენ ასხავს წყალს და კარგად ვიცით ხო ეხლა ქვეყანაში ევროპისა და ამერიკის საერთოდ ასე ვთქვათ აქვეყნიდან ფეხის ამოძვირკვა ვის ინტერესებში შედის ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მე პირველი ინიციატორი ვიქნები რომ მოდი ამ ხრივ რაღაცაზე შევთანხმდეთ ხო და პოლიტიკური სპექტრი ჯანსაღი უნდა იყოს ახლა ტერორისტულ ორგანიზაციებს გზალავენ ევროპაში ეგ პრაქტიკა არსებობს ანუ პოლიტიკურ პარტიებს არ გზალავენ რომ მოაქვთ მაგალითი ეტასი და ასე შემდეგ სხვა ორგანიზაციებს ისინი პირდაპირ ტერორისტული ორგანიზაციები ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ ხო მივა თუ არა საქმე არ ვიცი მოლაპარაკებამდე დიალოგამდე თუ დიდ პოლიტიკურ შერიგებამდე ამას რა ვიცი დრო და მომავალი გვიჩვენებს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის პროცესი მიმდინარეობსო, ცოტა ხნის წინ ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა გითხრა, დიდწილად არსებობს თანხმობა, რამდენიმე კვირაში იქნება ერთობლივი დოკუმენტი. აი, საინტერესოა ნაციონალურ მოძრაობა რა დოზით მონაწილეობს აი ამ პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაში და უკვე შეიძლება თუ არა ითქვას, რომ თქვენი ადგილი გექნებათ აი ამ რაღაცა ფორმატში.
ხო, ნუ ორ რაღაცას ვიტყვი. პირველი ის რომ ჩვენ რა თქმა უნდა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გვაქვს კონტაქტი და არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვინც წინააღმდეგობაშია ჩართული, მარტივად რო ვთქვა, რო აღარ დავწვიმამდე, რაც შეეხება მეორე ნაწილს, ახლა რა და როგორი ხდება ამას მე არ მიყვარს ხოლმე ამ ბოლო დროს საუბარი წინას და რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მოხდა, როდესაც საზოგადოებას ხონა რაღაც მოლოდინი და ესა მოლოდინი ან არ გამართლა, სხვანაირად წავიდა საქმე, ამიტომ არ მინდა რომ წინასა რაღაც თქვა. ნამდვილად არ მინდა, თორე არსებობს მოლაპარაკებები, არსებობს სხვადასხვა ფაქტორებს შორის გარკვეული ასე ვთქვათ იდეების გაცვლა, სხვათა შორის რაღაც საქმიანი წისვლებიც არსებობს რაღაც მართულებებით, მაგრამ ახლა წინასა ლაპარაკი ჯერ არ მინდა, იმიტომ რომ მეც დავიღალე ხალხზე რო აღარ ვთქვა, ჩემ თავზე ვიტყვი რომ მეც დავიღალე ამ მუდმივად რაღაც ერთიანობის პლატფორმებზე და ფორმატებზე. ხო, თქვენი მხრიდან აი რა უშლის ხელს აი ამ ჯერ მიმდინარეობს პროცესი, მუშა პროცესი ჯერ არ მოხდა, ამ შეთანხმებას არავის არ მოუწერია ხელი, მე რა ყოველ შემთხვევაში რა ინფორმაციაც მაქვს რა საკითხებთან დაკავშირებითაც მე ჩვენ მქონია კონსულტაცია სხვადასხვა აქტორებთან, არ ვიცი ხა თქვენ ფედერაციებთან გულისხმობ ფედერაციულ სიმართლეებს ხა არ მქონია ბოლო პერიოდში მე კონტაქტი, მაგრამ სხვა აქტორებთან რაც მქონია კონტაქტი, იქიდან გამომდინარე გეუბნებით რომ რაღაც საქმიანი წინსვლები ამ სხვადასხვა ძალების შორის, აქტორებს შორის არსებობს. სხვადასხვა მიმართულებით. რაღაც ფუნდამენტურ საკითხებზე რომ შეთანხმდეს ყველა ვინც წინააღმდეგობაშია ჩართული. ამაზე არსებობს. იცით რა არის, აი სულ არ მრჩება ხოლმე დრო რომ მკითხო პოლიტიკოსებს, რომლებიც რაღაცნაირად ლობირებენ აი ამ ერთიანობის თემას, ხო? არ ვიცი რა იქნება ეს პოლიტიკური ალტერნატივა, ერთიანი ფრონტი, ნუ ყველაფერი რომ ერქმევა ერთიანი პარტიის გარდა, ეს უკვე ცხადი და ნათელია, იმდენად დიდი, ასე ვთქვათ, მიუღებლობა არსებობს პოლიტიკურ ძალებს შორის, რომ რაღაცნაირად ერთ პოლიტიკურ ფაფში არა, ეგეთ რაღაცა. ხო, გასაგებია, რაც არ უნდა ერქვას, პოლიტიკური ოპოზიციური ალტერნატივა, მოდი ზოგადად ასეთი სახელი რომ მე ცოტა სხვანაირად უყურებ ამ საკითხს. აქ უფრო რა იგულისხმება იცით, რომ სხვა აქტორები შეთანხმდნენ მუშაობის პრინციპებზე და როდესაც მოხდება ხოლმე თქვა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით რაღაც მნიშვნელოვანი როცა ქვეყანაში მოხდება რაღაც მნიშვნელოვანი დიდი აქცია იქნება დასაგეგმი რაღაც ერთიანი ასე ვთქვათ პლატფორმა არსებობდეს. ამაზე მინდა საუბარი მე რაც მათ შორის მაქვს ინფორმაცია და არა იმაზე რომ ვთქვათ რაღაცა ბრენდირება ხდება ჩვენი და რაღაც შეიძლება ითქვას რომ რაღაც ერთიანი და ხო და რაც არ უნდა იყოს, აი როგორი სახითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს. მოდი წარმოვიდგინოთ იდეალური ვარიანტი, რომ აი ყველა პროევროპული ოპოზიციური პარტია საბოლოო ჯამში შეთანხმდა თანხმობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი, შეთანხმდნენ ერთიან სამოქმედო გეგმაზე, მანამ სანამ ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პერსპექტივა ჩაინიშნება და ნუ მე რა თქმა უნდა ყველა ასე ვთქვათ თავთავის პოლიტიკურ გზას დაუბრუნდება. თუნდაც აი ასეთი ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების შემთხვევაში, აი დღეს არსებულ პოლიტიკურ ველზე რა შეცვლის? აი ერთ-ერთი ფედერალისტების მთავარი აქცენტია ხოლმე, რომ ჩვენ პროტესტი უნდა გავაძლიეროთ, რომ ამით გაძლიერდეს წნეხი ხელისუფლებას. ერთიანი ფრონტით რო გამოვა ოპოზიცია, პოლიტიკური პროტესტი გაძლიერდება, უფრო ინტენსიური და ხალხმრავალი გახდება? თუ აი რა შეიცვლება? არა, იცი რა, თავარი გახავთ ერთი მხრივ ჩვენ უნდა ვისაუბროთ კოორდინირება და უფრო მეტად ასე ვთქვათ დაალაგებული ურთიერთობა აქტორებს შორის არის უკეთესი წინააღმდეგობისთვის, მაგრამ ხა იმაზე აქცენტის გაკეთება რომ რაღაცა საოცრება ხდება ამით და არნახული ხდება, ეს არ გახლავთ პირდაპირ ვიტყვი, მე ამას არ მომერიდება ამის თქვა, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ბრძოლაში, ამ ბრძოლაში ისედაც ვართ წინააღმდეგობაში ყველანი ერთად. გინდა თუ არა ბედისწერა რომ ვინც წინააღმდეგობაში ერთად ვართ, იმიტომ რომ რაღაც აქცია რო იგეგმება ხოლმე, მე მაგალითად თუ ორგანიზატორი არ ვარ, მაგიტომ არ მივალ ეგეთი ტიპი არც მე არ ვარ და ნაცნობებში არავინ არ არის. ანუ ხვის დაგეგმილ აქციებზე ჩვეულებრივად მივდივართ ხოლმე, ამის თქმა მინდა. ანუ რეალურად რაღაც დონეზე ისედაც ერთიანები ვართ ბევრ რამეში. მაგრამ და ერთმანეთს სასამართლო პროცესებში ისედაც დავდივართ, თანხებს ისედაც უგროვებთ პატივნებს და საგარეო ფრონტზეც ხშირად ერთობლივადაც გამართულა შეხვედრებით. თუმცა როგორც აქციების ჩატარების კუთხით, ისე საგარეო მოლაპარაკებების კუთხით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც აშკარად გამოჩენილა, რომ უფრო ეფექტური იქნება და უფრო მეტად კონსოლიდირებული და ერთიანები რო ვიყოთ. ამაზე მიდის საუბარი. უბრალოდ ეხა მუდმივად ამ თემაზე საუბარიც ჩემი მიერ ცოტა ზედმეტი გახავთ, იმიტომ რომ ну, არ ვიცი ხა რაღაც იმის მოლოდინის შექმნა რომ ეხა რაღაცა მოხდება და აი ეს მე ყველაფერი შეცვლოს, ეს არ გახავთ სინამდვილეში, ხო? ეს ამ ბრძოლაში ისედაც ვართ, როდის მოხდება ამ ავტორიტარული რეჟიმის გადატეხვა. არ ვიცით, ის რომ უფრო მეტად კოორდინირებულები ვიქნებით ამ ფრონტზე. რა თქმა უნდა უკეთესია ხა, ეს არის ანაბანა, ხო? ხო და მაინც გავიგე რაში არის ეს უფრო მეტი კოორდინაციაში, აქციებში ახლაც ძალიან ბევრი რამ ჩამოთვალეთ, რაც საერთო მოქმედების ნაწილია ეხლა. მე გეტყვით მაშინ მე მეგონა ზედაპირზე იყო რა მოხდა ბოლო თვეების მანძილზე რამაც ხელი შეუშალა ამ ყველაფერს. პირველი იყო ის რომ ეგრეთ წოდებული მუნიციპალურ არჩევნებში გარკვეულმა აქტორებმა
მიუხედავად იმისა, რომ წინამორბედში ჩართული ადამიანებს აბსოლუტურ უმრავლესობას სხვანაირად ფიქრობდა და ეს გამოჩნდა კიდევაც ამ სპეცოპერაციის დროს მიიღეს მონაწილეობა ამ სპეცოპერაციაში და ამის გამო მოხდა პირველი სერიოზული გაყოფა თუ დაპირისპირება იმ ფორმატში, რომელიც ახლა უფრო ხშირად იმართებოდა ხოლმე შეხვედრები, გვახსოვს ხოლმე, ხო, რაღაც შეხვედრები იყო, რაღაც ფორმატები არსებობდა, სადაც უფრო მეტად ყველა ბოიკოტი და არჩევნებში მონაწილეობა. მე იყო ასევე მნიშვნელოვანი თემები, როცა ასევე მოხდა, ვთქვათ, აი იმ პერიოდშივე რაღაც სხვადასხვა ტიპის რომელი თემები? ამჟამად რამდენიმე განცხადება არ მინდა რომ მიუბრუნე რაღაც საკითხი. რატომ არ გინდათ? აი მაინტერესებდა რამდენად გულწრფელი იქნებოდით ამ ჩამონათვალში. 4 ოქტომბერი, რომელსაც დღემდე არ გპატიობენ ოპოზიციის ნაწილი და უპასუხისმგებლობაში გადანაშაულებენ, რის გამოც 60-მდე ადამიანი არის ციხეში. გადაცემა არ გასულა თქვენი მისამართით, ეს არ მომესმინე კოლეგა ოპოზიციონერების მხრიდან, რომ თქვენ არათუ ახალისებდით, მოუწოდებდით და ეხა არ გინდათ პასუხისმგებლობა გაიზიაროთ. 4 ოქტომბერი, არა, პასუხისმგებლობა რაზე უნდა გავიზიაროთ უბრალოდ? 4 ოქტომბერზე. და ორგანიზატორი უბრალოდ, ჯერ ისე 4 ოქტომბერს რა მოხდა? არა, 4 ოქტომბერზე ჯერ ისე თქვენ რო ვიძახეთ, ჯერ ისე 4 ოქტომბერს. მე კი არ ვიძახი და თქვენი კოლეგა ოპოზიციონერები ამბობენ და 4 ოქტომბერზე პრეტენზიები შეგახსენეთ, ახლა თქვენ დარწმუნებული ვარ, ჩემზე მეტად გექნებათ მოსმენელი და ზუსტად იცით რაც. მე ვინმე ვარყოფ და ხალბატონო, მე ვაპირებდი 4 ოქტომბრის თქმას. უბრალოდ მანამდე რაც იყო, იმის თქმა არ მინდოდა, რაც პირადი კონფლიქტი იყო, რამდენიმე უბრალოდ მაგიტომ შევიკავეთ. მე დაგასწარით თორე. ხო, არა, პოლიტიკა ხო 4 ოქტომბერა დასამალი საკითხია, საერთოდ არა დასამალი. მანამდე რაც არსებობდა, უბრალოდ რამდენიმე პერსონალური კონფლიქტი იყო, არ მინდა დავკონკრეტე ხო ადამიანებზე და კონკრეტულ საქციელებზე, რის გამოც რაღაც კონფლიქტები წარმოიშვა, კაცო. ეს პოლიტიკური თემა, რაც ყველა მიცის. ეხლა 4 რო არ თქო 4 ოქტომბერი, მე არ ვიცი, ან ვინმე არ იცის. ეს რა დასამალი საქმე არის. არც ეს არ არის დასამალი, ისიც ყველას თუ არა ბევრს ახსოვს, მაგრამ რას გულისხმობთ? რამდენიმე შემთხვევაში ნიკა გილაოვთან დაკავშირებული. არა, რამდენიმე შემთხვევა იყო და არ მინდა მიუბრუნდეთ ხო, რა უხდეთ ჩემ პოზიცია ხარ, ხო მაძალებთ ეხლა. თუ არაფერი არის დასამალი და ეს ყველაფერი არ არის ხა სასაუბრო. არ არის ხა სასაუბრო, იმიტომ რომ ჯობია რომ ამ თემებზე აი შეთანხმებას ეს ხელს უშლის, ხო? არა, ნახეთ, ეს თემები იყო, რის გამო ხელს შეთანხმებას მაგიტომაც საუბრობთ, რომ რაღაცები ხელს რო უშლი და ეხლა არ უნდა შეუშაოს და იმ თემებზე თუ ვისაუბრებ, მოდიმოდ მათ შორის თქვენ ეთერში ხელშემწყობი ხო არ იქნება, ეხლა რა ვიცი, მარტივი ადამიანური ლოგიკა არის. დაჩხუბრები რო ვიყოთ, მე და თქვენ და საუბრობთ, მაგრამ უფრო პოზიტიურ კონტექსტში, რომ თქვა, მაგალითად ეს წყენები, რომელიც არსებობდა ამ და ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით, არის გვერდზე გადავდეთ ადამიანების შერიგება რო ხდება, ჯობია უფრო პოზიტიურ ელემენტებზე ისე მოგონი ჯერჯობია ოპოზიცია შერიგდეთ და შემდეგ უკვე ვისაუბროთ. არა, ამიტომაც ვიძახი თუ ეროვნულ პოლიტიკურ შერიგებაზე. თუ უფრო კოორდინირებაზე რო საუბრობთ, არა რა ანუ ეგეთი კონფლიქტი. ეხლა ეგეთი კონფლიქტი ოპოზიციაში რო არ არის, როგორც ეხლა სახთან ხდება ვინმე ბიტით ლელოს წარმომადგენელი თუ სხვა პარტიის თუ ჩემს ოჯახს. აბა, ნუ ეგა შედარება, აბა ხოცებში ეგ არის ეხლა. მყოფ ადამიანებზე საუბრობთ. აბა, მაგიტომ გეუბნებით, ანუ განსხვავება მუდმივად იქნება, კაცო, ევროკავშირის შიგნით არის დაპირისპირებები ხოლმე ეხლა, რაზე მესაუბრებით ეხლა ხოცებსა და ოპოზიციის შორის შედარებას დაღნადური დაგეთანხმებით, არ გამიკეთებია შედარება. ნუ გააკეთეთ. ირაკლი. შეიძლება არ გულისხმობდით იგივე. ნამდვილად არ გამიკეთებია, თქვენ შეიძლება ესეთი შტაბ-ჭილება დაგსჭათ. ირაკლი პავლენიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნით მოადგილე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მას ვემშვიდობებით გადავინაცვლოთ გლდანის ციხესთან, სადაც ჩვენი კოლეგა მერაბ პაპაშვილი მთელი დღის განმავლობაში მუშაობს. მერაბ, რა ხდება ამ ეტაპზე პენტენციურ დაწესებულებასთან? ისევ რჩებიან თუ არა პატიმრის ახლობლები და ელოდებიან თუ არა რომ მათი შვილებისთვის, მეუღლეებისთვის, ახლობლებისთვის გაიღება საპატიმრო დაწესებულების კარი. ემა დაახლოებით 2 საათზე ნაკლები რჩება, სანამ დადგება 20 რიცხვი და ამოიწურება ნათლისღების დღესასწაული და ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მიხეილ ყაველაშვილს ჯერ არ გამოუწია შეწყალების აქტი, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ დრომდე გლდანის ნომერ მერვე ციხესთან რჩებიან მედიის წარმომადგენლები, მათ შორის აქ არის სვია ცეცხლაძის დედა. რადგანაც ამ ეტაპზე არ ვიცით, რას გეგმავს მიხეილ ყაველაშვილი, ეს კითხვა ამ დრომდე არის პასუხგაუცემელი, გამოიცემა თუ არა შეწყალების აქტი ამ დაახლოებით საათსა და 40 წუთში. მაყურებელს აქვს ინფორმაცია, რომ თუ 19 რიცხვში გამოიცა შეწყალების აქტი, მაშინ პენტენციური სამსახური არის ვალდებული, რომ ყველა
ყველა შესაბამისი პროცედურა წარმართოს მანამ სანამ არ დადგება 20 რიცხვი, ეს კი ართულებს ცხადია პატიმრების გამოსახლების პროცესს, თან თუ საუბარი იქნება იმაზე, რომ შეწყალების აქტი შეეხება ბევრ პატიმარს, ცხადია დროში ეს საკმაოდ რთული იქნება. ეს კი აჩენს განცდას იმისა, რომ შესაძლოა შეწყალების აქტი დღეს არ გამოიცეს ხვალ, ან უახლოს რამდენიმე საათში, ყოველ შემთხვევაში თავად ამ საკითხზე მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია დუმს ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში დღეს დილიდან აქ იყვნენ სამოქალაქო აქტივისტების ოჯახის წევრები, მათ თქვეს, რომ განსაკუთრებული იმედი არ აქვთ, რომ მათი ოჯახის წევრები დატოვებენ ციხეს შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ, თუმცა მათ მაინც აქვთ მცირე იმედი იმისა, რომ ხელისუფლება მიხეილ ყაველაშვილის ხელით წავა დათმობაზე და სწორედ მათი ოჯახის წევრებს გაათავისუფლებს. ჩვენ ამ დრომდე ვრჩებით გლდანის ნომერ მერვე ციხესთან, როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ახალი ინფორმაციის მიწოდება საკმაოდ რთულია მაყურებლისთვის, იმიტომ რომ თავად შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე ფაქტობრივად არაფერს არ ამბობენ. ერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ როგორც წესი მიხეილ ყაველაშვილი გამოსცემს ხოლმე შეწყალების აქტს ნათლისღების დღესასწაულზე, შარშან გამოქვეყნდა დღის მეორე ნახევარში, ის შეეხო 600-ზე მეტ პატიმარს და არსებობს მოლოდინი იმისა, რომ დიდი ალბათობით თუ ეს აქტი გამოიცა უახლოს რამდენიმე საათში, ის შეეხება ასევე ძალიან ბევრ პატიმარს. ჩვენ ცხადია კვლავ ვრჩებით ადგილზე, მანამ სანამ დავრწმუნდებით, რომ 12 საათამდე ეს აქტი ან გამოიცემა, ან არა. მადლობა მერაბ პაპაშვილს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გლდანის ციხესთან მუშაობს პალტრენიუსის მაყურებლისთვის. 2 საათზეც ნაკლები დრო რჩება 12 საათამდე შეწყალების აქტი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. იმედი მქონიათ, რომ ეს რაღაცა 2 საათზე ნაკლები აღმოჩნდება ძალიან გადამწყვეტი დრო ძალიან ბევრი პატიმრისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის, რა თქმა უნდა, პოზიტიური თვალსაზრისით მე ხოლმე